მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე. ამჯერად ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ საუბარს საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე და იმის შესახებ, რომ ჩვენ შეიძლება მალე ვიზო მიმოსვლის გარეშე დავრჩეთ. ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ, საკმაოდ დიდი კამპანია ააგორა ხელისუფლებამ და ეს კამპანია ეფუძნება რამდენიმე გზავნილს. ეს გზავნილები არის ის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ეგზისტენციალური საკითხი არ არის ერთი ეს, რომ დიდი არაფერს არ ნიშნავს, რიგში ჩადგებით თუ ახლა რიგის გარეშე გიწევდათ და მეტი არაფერი. მეორე არის ის, რომ ომში ვრთავენ, კვლავ ეს თემა გააცოცხლეს, გლობალური ომის პარტია საერთოდ დავიწყებული ჰქონდათ და ისევ გაახსენდათ, თუმცა უკვე deep state-თან კომბინაციაში. და მესამე არის ის, რომ ქართველობას გვართმევენ ვიზა ლიბერალიზაციის სანაცვლოდ, რადგან თავაზობენ ოჯახური სიწმინდის შესახებ, უბრალოდ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას. ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ სხვათა შორის გადაცემის მეორე ნაწილში რეკლამის შემდეგ გვექნება დებატები. ჩვენ სტუმრად გვეყოლება ამ კანონის მომხრე და მოწინააღმდეგე თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი და ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფოს დაფუძნებელი და მოვისმენთ განსხვავებულ არგუმენტებს კანონთან დაკავშირებით. მანამდე კი წარმოგიდგენთ პოლიტიკოსების პოზიციას. ჩვენი პირველი სტუმარი იქნება თამარ ჩერგოლეიშვილი, ფედერალისტების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მივესალმებ მას, გამარჯობა თამარ. საღამოშიდების მერაბ, მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ბუნებრივია ვისაუბრებთ ასევე შიდა სხვა პოლიტიკურ თემებზეც, როგორც არის არჩევნები და ასე შემდეგ. მაგრამ მანამდე მინდა ამ თემით დავიწყოს. სწორედ იმ გზავნილებით, რომელიც ხელისუფლებამ გამოუშვა, პრინციპში შეიძლება ახალი აქ არაფერი არ არის, მაგრამ რადგან მოხდა მაგალითად ჩამონათვალში, რომელიც ევროკავშირმა გამოგზავნა, აი ეს კანონი ოჯახური ღირებულების შესახებ, ამაზე ყველაზე დიდი პედალირება კეთდება. მაგალითად, აგერ ხა შალვა პაპუაშვილმა თქვა, ბრიუსელმა ხალხის და ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზეც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ფაქტობრივად გასაგებია ხო, რაზეც იქნება მთავარი აქცენტი. დიდი მადლობა კითხვისთვის და ეს არის დიდი ტყუილი, რომ ვიზო მიმოსვლასთან აქ ადამიანების ჩაგვრას არანაირი კავშირი არ აქვს. თქვენ თუ დააკვირდით იმ წერილში და იმ მოთხოვნებში, რაც ევროკავშირმა დააყენა იმისთვის, რომ ვიზო არ შეჩერდეს, არაფერია ნათქვამი არც ახალ არჩევნებზე, არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ანუ საქართველოს ხელისუფლებას, რასაც ოპოზიცია თხოვს, იქ არ წერია ეგ. და იცით რატო არ წერია? იმიტომ რომ იქ წერია მხოლოდ ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირს სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოდან არალეგალური მიგრაცია შეაჩეროს. იმიტომ რომ აქ თუ ირღვევა სექსუალური უმცირესობების უფლებები, პოლიტიკური უფლებები, აქ თუ ირღვევა არასამთავრობო ორგანიზაციების, თავისუფალი მედიის, ჟურნალისტების უფლებები, ხო? ეს ხალხი ავტომატურად გადაინაცვლებს ევროკავშირში და იქ ეძებს თავშესაფარს. ანუ იმ ქვეყნებს აქვთ თავიანთი პრობლემა, მიგრაციის, უკანონო მიგრაციის პრობლემა, ის ქვეყნები ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარ ამორჩეველთან, რომლის გადასახადების აკრეფილი ფულითაც რეალურად მე ხდება აი ამ მიგრაციის შენახვა და ისინი ამით აკონტროლებენ, ანუ თუ შენ ქვეყანასთან გაქვს უვიზო მიმოსვლა და კარი გაქვს გახსნილი, იმ ქვეყნიდან უკანონო მიგრაცია შენ არ უნდა შეგდიოდეს. ამისთვის საჭიროა იმ ქვეყანაში მუშაობდეს ინსტიტუტები, ამისთვის საჭიროა იმ ქვეყანაში ყველა უმცირესობა გრძნობდეს დაცულად თავს, ამისთვის საჭიროა რომ ამ ქვეყნებს არ ქონდეთ ღია საზღვარი ისეთი ქვეყნებისთვის, საიდანაც მე შეიძლება გადინება მოხდეს და თვითონ ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. ანუ ამ ყველაფერზე ფიქრობს საკუთარი ანტიდისკრიმინაციული კანონის თავის დროზე მაგმიზნით ეროვნული ინტერესი. ხო, ჩვენ წინა იმიტომ რომ პოლიტიკური ნებაზეა, ხო, არაფერს არ ჭირდებოდა ანტიდისკრიმინაციული კანონი იმას, რომ ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანზე ძალადობს, ის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც მოქმედებდა, ისიც საკმარისი იყო, მაგრამ იგივე ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ მიიღო, რომ მაშინ უვიზოს თემა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თემა იდგა, ხო, დღეს წესრიგში და ეს მნიშვნელოვანი თემა იყო ელექტორალურად და რეალურად ეხლა ამითი ამ რაღაცა ისევ რომ გააცოცხლეს ეს თემები არის ის რომ ძალიან დიდ ელექტორალურ ზიანს იღებენ. ეს არის აღიარება რეალურად ამის დიდ ელექტორალურ ზიანს იღებენ როგორც უვიზოს გაუქმებით, ისე ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეწყვეტით და რეალურად მოიგონეს შეთქმულების თეორიები, რომ რაღაცნაირად ალიბი მისცენ სტატუს-კვო ლოიალისტებს, რომ აი ამიტომ არირჩებიან კიდე სტატუს-კვოში. რეალურად ამითი სხვას ვერაფერს ისინი ვერ იზავენ, იმიტომ რომ ის ხალხი, ვისაც ექსისულელების ჯერა, ის არც არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ჩვენ თქვათ
არჩევნებში გავიმარჯვოთ, ხო? რეალურად თუ ეს არჩევნები თავისუფლად ჩატარდება, ანუ ეს არის რეალურად ალიბის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდე არიან სტატუს-კვოს ჩაბღაუჭებული, იმის იმედით, რომ ეს სტატუს-კვო შენარჩუნებადია. სინამდვილეში ეს სტატუს-კვო შენარჩუნებადი არ არის, იმიტომ რომ ის სტატუს-კვო, რომელსაც ეხლა თუნდაც ქართული ოცნების მხარდამჭერები ებღაუჭებიან, მოიტანა ამ ქვეყნის კონკრეტულმა კურსმა. ეს კურსი შეიცვალა სრულიად საპირისპიროდ 180 გრადუსით და შესაბამისად ეს სტატუს-კვო ჩამოიშლება. ანუ ყველა ოჯახიდან რომ მიგრანტი არის გასული და იმ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა რომ თავიანთი შვილები ნახონ, ჩავიდნენ, ჩამოვიდნენ და თავისუფლად იმოძრავონ იგივე სამედიცინო თვალსაზრისით რომ ადამიანები გავიდნენ მოგზაურობა რომ შეძლონ, რავი ენის კურსებზე წასვლა რომ შეძლონ და ჩვენ ხედავთ ხო ეს გინდა იაფი ხაზებით და გინდა რამხელა რაღაც მოიტანა. ამახეზე ამბობს ერთ-ერთი შეიცვლება რომ უბრალოდ რიგში მოგიწევთ ვიზების რიგში დგომა მეტი არაფერი. ხო, როგორ არა, რა საკვირველია, ნახავთ, მაშინ შეჭირდებათ ამდენი ახსნა განმარტებები. თუ არაფერი არ იცვლება და ქართველი ხალხი არაფერს არ იგრძნობს ამით, რა ვიცი მე დილიდან საღამომდე რატო იმართლებენ თავს და რატო იგონებენ ეხა გურამ მაჭარაშვილის ქორწინება ადარდებს ვინმეს, ანუ ამას იმაშებიან ხო რა არ დავორსულდებით და ანუ ვინმე ფიქრობს რომ ვინმე ვისაჯერებენ რომ ევროკავშირს ადარდებს ის რომ ბედნიერად იქორწინონ ვიქტორ ჯაფარიძემ და გურამ მაჭარაშვილმა, ხო ეს ხო სისულელია, ეს ხო ყველას ფეხზე კიდე უბრალოდ იმათ არ უნდათ და მე ჩამოგითვლით. ანუ მე ვიცი ადამიანები ჩემ გარშემო, იმიტომ რომ ჩვენ უსაფრთხო სივრცეები გვაქვს ჩვენ შექმნილი, ხო? იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ იმაში, რა ქვია, ამ ქვეყანაში და ამ საზოგადოებაში ხშირად იდევნებიან და მე ვიცი ეს ადამიანები, უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ, იმიტომ რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. და ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ რეჟიმი ამ თემას იყენებს რეალურად საბოლოო ჯამში ეს ხო სექსუალური უმცირესობები ხო გეოპოლიტიკური მსხვერპლია იმ რუსული პროპაგანდის, რომლის მსხვერპლიც თავის დროზე რელიგიური უმცირესობებიც იყო, ხო ეს ხო სისულელია საერთოდ. ანუ რელიგიურ უმცირესობებზეც ხო იგივე ხდებოდა მე რა ჩემ ხელა ხარ და გახსოვს 90-იანებში რომ ისინი შემოვიდოდნენ, ქრისტიანობას წაგვართმევდნენ, რომ რაღაცა მოისყიდიდნენ და ქართველები აღარ იქნებოდნენ მართლმადიდებლები, ეს ხო სისულელია, ეს ხალხი დგას თავისუფლად ქადაგებს თბილისის ქუჩებში და არანაირად მართლმადიდებლების რაოდენობა ამ ქვეყანაში ამით არ შემცირებულა, ხო? უბრალოდ ეს იყო გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღი და ეხლაც ეს ხალხი, ანუ ჩვენი თანამოქალაქეები, ხო? შეუძლებელია ჩვენი საზოგადოება იყოს ღირსეული საზოგადოება თუ ჩვენ ყავს წევრები, რომლებიც იჩაგრებიან და ამ ქვეყნიდან გასაქცევად აქვს საქმე. ეს არ არის ქართული. ეს არ არის ეროვნული, ეს არის ტრადიციული. როგორ აწყვდის ახლა აი გურამაჭარაშვილი ახსენეთ და ეს გზავნილები ხო ასე დარიგებული აქვს მათ რომ ვინ როგორ უნდა თქვა ზოგი უფრო მკვეთრად ლაპარაკობს ზოგი ნაკლებად. მაგალითად ისა თუ ქართულ ადამიანს ეუბნები შენი ღირებულებები განულებული იქნება და ხოლოდ მაშინ მოხდეს ბეჭავის ჩაგრავი სად გაგონილა გმირია. ეს არის ქართული ადამიანის იდენტობა არის მისი უძვირფასესი საუნჯე. ეს არის ილია ჭავჭავაძე, ეს არის ვაჟა-ფშაველა. რომელია, რა ვიცი მე ვაჟა-ფშაველაზე და ილია ჭავჭავაძეზე დიდი ქართველი. ადამიანის იდენტობა, ვინ არის ადამიანი? ის არის მისი უძვირფასესი საუნჯე. ამას ამბობს ილია. კაცი ბეჭავის ჩაგრავი, სად გაგონილა გმირია, ამას ამბობს ვაჟა-ფშაველა. ის რომ ხადამგელი ერთად უნდა ძოვდეს, ამას ამბობს რუსთაველი, ხო? თოლსა სწორად ვითა ყოვსა სწორად წყალობასა ვითა თოლსა მოათოვდეს, ხო? თანასწორობა, ამას ამბობს რუსთაველი. ეს არის ქართული და პაპუაშვილი არის ბიძინას ცხოველების ფერმის ზღვის გოჭი, რომელიც სრულიად შემთხვევით არის აღმოჩენილი და მუშაობს რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად. ეგ არის რუსი და ქართული არის ის, რომ ყოველთა სწორად წყალობასა თანასწორად უნდა მოაფენდე. როგორც თოვლი მოეფინება ზუსტად ისე, რომ ბეჭავის მჩაგრავი არც ერთი არ შეიძლება გმირად ჩაითვალოს და ის, რომ ადამიანის იდენტობას არ უნდა შეეხო, როგორიც არ უნდა იყოს ის. ეს არის ქართული და ვერავინ ვერ შემედავება ამაში. ხო, ეს გასაგებია, მაგრამ თავის დროზე, როდესაც ამ კანონს იღებდნენ, ხო, სპეციალურად დაარქვეს ოჯახური ღირებულებების კანონი, იმიტომ თავიდანვე ხვდებოდნენ, რომ იქ რასაც ჩაწერდნენ, იმას ევროკავშირი არ შეიწყნარებდა და რომ მოითხოვდა გაუქმებას, მერე რო ეთყოდნენ, რომ აი ოჯახური ღირებულებების კანონი. ეს ხო ესეთი სულა იყო გათვლილი და ეს სულა არ გაამართლებს არ გაუვათ ეხა გაცილებით დიდი რამდენს სასწორზე, გაცილებით დიდი რამდენს სასწორზე. ეს არის ადამიანების კეთილდღეობა, ადამიანების პირადი ინტერესები, ადამიანების შვილების ჯანმრთელობა. არც ერთი არ ვარ დაზღვეული იმით, რომ შვილი ავათ არ გაგვიხდება და წასაყვანი და ის არ დაგჭირდება ის სამედიცინო სერვისები, რასაც ჩვენ აქ ვერ მოვიპოვებთ და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სამედიცინო სისტემა ისეთ დღეშია, რომ მაგალითად ონკოლოგიურ სერვისებს აქ ადამიანები ვერ იღებენ ამ ყველაფერს და გასვლა სჭირდებათ ქვეყნიდან. უამრავი დარგია ისეთი, სადაც აქ შენ სერვის ვერ იღებ და გასვლა გიწევს. და ეს იცის ძალიან კარგად სახელმწიფომ და უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს მოსახლეობას. სულ ყველაფერს რო თავი დავანებო, ბავშვები ყავს ხო ყველას.
შვილები ყვა, შვილიშვილები გვეძდება ყველას და შეიძლება ყველას შეექმნას ისეთი პრობლემა, რომ რა და მე კობახიძე აუხსნის, რომ ვიზის რიგში, იმიტომ გახარ შენი შვილი რო ავათარი, რომ გურამ მაჭარაშვილი არ დაურსულებულიყო? მაგას ეტყვის? ну თან ეს ვიზის რიგი მარტო რიგი ხო არ არის შეიძლება არ ჩაგირთვა რასაკვირველია მაგას ნიშნავს ანუ ლიმიტი გაწესდება შენგან შესვლაზე ხო იმიტომ რომ თუ მაშინ უვიზო თუ ყველას ჩაურტყავენ მაშინ უვიზოს რაღა აზრი აქვს ხო ესე იგი ლიმიტს აწესებენ იმიტომ რომ შენგან უკანონო მიგრაცია შედის იმიტომ რომ შენ ყავს ავტორიტარული მთავრობა რომლისგან ხალხი გარბის და იმ ქვეყანას აწვება კისერზე იმ ქვეყნის გადასახადის გადამხდელს რომელიც იქ სოციალურ დახმარებას უხდის ხო ну კიდევ ერთ საინტერესო რამ თქვა პრემიერ-მინისტრმა რომ ესო მიგრაციას ზრდისო უვიზოთ რასაკვირველია როცა სისტემური სიღარიბე და სისტემური გაუნათლებლობა გაქვს და საშუალო სკოლებში ბავშვებს ასწავლიან მასწავლებლები რომლებიც საკუთარ იმაში რა ქვია საკუთარ საგანში საკვალიფიკაციო გამოცდას ვერ აბარებენ და მათი მოვალეობა ის არის რომ მე და შენ გვდიონ და გვაგინონ Facebook-ზე და იქ პრეზიდენტი ივანიშვილის პრემიერი ალაიქონ და ჩვენ გვაჰაჰაონ ხო ბუნებრივია რომ სისტემური უმუშევრობა იარსებებს და იაფი მუშახელის გარდა ეს ხალხი არცად არ გამოდგება და ღირსეული ანაზღაურება რომ აი ამ არაკვალიფიციურ სამუშაოში კონდეს ამიტომ მიდის ევროპაში ხო და ეს ყველაფერი ანუ როგორ აპირებენ ამის აღმოფხრას აი ისე რომ მასწავლებლები საკუთარ სამსახურში პარტიის სამსახურში ყავთ ჩაყენებული ხო ეს ყველაფერი ხო სისტემაა როგორც ადამიანის ორგანიზმი მუშაობს ისე მუშაობს სახელმწიფო სისტემაც შენ თუ განათლებას ვერ აძლევ ადამიანს ნორმალურ სკოლაში და ის რეალიზებული მოქალაქე არ არის რომელიც ჩაწერილია იმაში მე ზის იქ და გინდა სამეგრელოში გინდა გურიაში ეზოში დგას პლანს ეწევა და შობელს გონია რომ ნარკომანია და ნარკომაგან გამოაშტერა ნაცვლად იმისა რომ სისტემაზე იფიქროს რომელიც რეალიზებულ მოქალაქედ ვერ ზრდის იმ ბავშვს და ვერ ამზადებს ცხოვრებისთვის და შესაბამისად მიმას უწევს უკვე წასვლა ხეტიალი და თავის ბედის კარგი კი არ არის იქ რომ მიდიან ანუ რაზე ვლაპარაკობთ ანუ ის ხალხი ვინც მექსიკის გავლით და იმ რაღაცა ჯოჯოხეთს გადიოდა იმათ აქედან წასვლა უნდოდათ ეგ ხო ეგრე არა უბრალოდ ისევ იქნება მიგრაცია ადამიანების ბედნიერებისკენ სწრაფვა როგორც ის წარმოუდგენიათ ხო ამას ვერ შეაჩერებს ვერაფერი ისევ გადავლენ არალეგალურად იქნება ჩას აი როგორც გადადიან ხოლმე ხო არა აქ საუბარი იმაზეა რომ ადრე თუ იყო რა ეროვნულობაზე არის საუბარი ადამიანო ანუ პასპორტის ძალა ის რომ ამ პასპორტს ამოიღებ და ევროპის აი ამდენ ქვეყანაში უვიზოთ შედგება არსებობს პასპორტების რეიტინგი ხო ხო ოფიციალური რეიტინგი ანუ შენი ღირსება რაც არის ეროვნული პასპორტი ხელში რო გიჭირავს რომ შენ ხარ საქართველოს მოქალაქე იმას გისუსტებენ რა ტრადიციებზე და რა ღირებულებებზე არის ლაპარაკი და მაგაშიც რო იტყუებიან მაგაშიც რო ბოლშევიკების ნაშიერები არიან და ცდილობენ ქართველი წარმოაჩინონ ვიღაც მჩაგვრელ დაკომპლექსებულ გიჟად რომელსაც ეშინია რომ უკრიდან ვინმე არ მიეპაროს და სექსუალური კავშირი არ დაამყაროს მასთან ეს არის ქართველი ესე ფიქრობენ რუსები ქართველებზე ნამდვილად ანუ ჩვენ ძალიან ბევრი მასალა გვაქვს მომზადებული და ეხა ამ კამპანიის დროს ზუსტად ამ არაღიარების კამპანიის დროს ჩაუშვებთ ამ ყველაფერს რას ფიქრობენ ქართველებზე და თქვენ დაინახავთ რომ აი როგორც რუსები ხედავენ ვიღაც მასხარა არასერიოზულ შიშარა ხალხად ზუსტად ესე ხედავს ქართული ოცნებაც და ესე გელაპარაკება შენ და ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი და ჩვენ მივდივართ იმ მომენტამდე როდესაც ამ ყველაფერს ძირი ეთხრება მე ამის ღრმად მჯერა და ვხედავ ამ ყველაფერს რატო გაქვს ასეთი იმიტომ რომ სისტემაა თვითონ ანუ როდესაც შენ ამ სისტემას კრიზისს უქმნი პერსონალურ ლოიალობაზე აგებული სისტემა ყოველთვის ესეთ რაღაცა ხდება შეგნით იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ბევრ ფულს კარგავს ახლა ის ბევრ ფულს კარგავს და ამ დროს არარაობები რომლებიც იქ არიან მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ არსებობს ხო ანუ ახლა კობახიძე ჩვენი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხო შანსი არ არის ვერ გახდებოდა ხო ანუ ეს არის გამორიცხული და ახლა კობახიძე ცალკე თემა მაგრამ იქ არის ღარიბაშვილი იქ არის ლილუაშვილი იქ არის ბაჩიაშვილი იქ არის ხალხი რომელსაც ბიზინა ფიქრობს რომ ის მანაქცია ისინი კაცებად ამ დროს თვითონ ზიანდება ესენი ჭმუნავენ იმიტომ რომ რავი შვილები ამერიკაში ყავთ იმაში ყავთ ამაში ყავთ და არ უნდა ზიანის მიღება ხო აი ამ ყველაფერს რო ატყობს უკვე ეს თავისთავად ანგრევს ანუ მე მინახავს პერსონალურ ლოიალობაზე აგებული სისტემები როგორ ინგრევა ჩვენ გამოვედით ეგეთი პარტიიდან ნაციონალური მოძრაობიდან რომელსაც გააგრძელა ეს ყველაფერი ხო იგივე მინახავს კეზერაშვილის აგებულ სისტემას რომელიც პერსონალურ მისახირებებზე იყო აგებული და ვინც მას უნდა და ის უნდა დარჩენილიყო პოლიტიკაში და ვინც არა და ფულის სანაცვლოდ უნდა გაწეულიყო ისიც როგორ ჩამოინგრა ხო და იგივე ემართება ბიძინა ივანიშვილის სისტემასაც უბრალოდ გაძლო სხვაზე მეტი იმიტომ რომ სისტემა უყრია ხელთ და მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ეს აძლებინებს მაგრამ გარდაუვალია ჩვენ თუ გავაგრძელეთ წნეხი 5-დან და ვხედავთ 19-ში რა ლამაზი აქცია ჩატარდა ხო
გავაგრძელეთ წნეხი დასავლეთიდან და გავაგრძელეთ რეჟიმის იზოლაცია ყველა დონეზე თუ ყველა რეგიონში შევედით და ყველა რეგიონში გავაგებინეთ რომ რეჟიმი არის მარტო დარჩენილი არჩევნებში ხო და ვინც მისი თანამზრახველია ის რეალურად რეჟიმთან ერთად უნდა გადაიერეცხოს ხო აი ამ ყველაფერზე ჩვენ თუ მწყობრი კამპანია გვექნა მე მგონია რომ გავგვუდავთ რეჟიმს და ჩამოიშლება რეჟიმი და მივახწევთ იმას რომ ძალაუფლება ხალხს დაუბრუნდეს და მე ხალხმა თავისუფალი არჩევნების გზით მოგვანიჭოს ყველა პარტიას მანდატი არსებობს განსხვავებული მოსაზრება, ხო, ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებით, რომ აი ამ პროტესტით და რაღაც დიდი შედეგი არ დადგა, ну დღემდე არ დადგა ასეთი შედეგი, როგორც ბევრს სურდა და შესაბამისად არჩევნების გზით სიარული არის, თქვათ, უფრო სწორი და კითხვა სვამე, რომ აი რა იქნება, თქვათ 4 ოქტომბრის მერე. გააქვთ ამაზე წარმოდგენა, იმ პარტიებს გეკითხებიან, ვინც არ გადიხართ არჩევნებში. კი, რასაკურველი, ეგენი არიან ვირაშმაკები, იმიტომ რომ სანამ იმას იტყოდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში უნდა შევიდეთო, შედეგებად ასახებდნენ იმას, რომ ამდენი პირი სანქცირებულია, რომ ამდენი ადამიანი ჩამოცილდა ქართულ ოცნებას, რომ რეჟიმის შიგნით რყევებია, რომ ბიზნესში რყევებია, რომ არხები აირია რეალურად და ვერ ლაგდება ბიზნესი ვერავისთან. გამომდინარე იქიდან, რომ მოშლილია. ხედავთ ჩვენ, რომ მიდიან, ხო? ეკონომიკის მინისტრი გადადგა დავითაშვილი, რომელსაც და ამასობაში ხედავთ ჩვენ, როგორ იძაბება ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და იმას შორის. ამასობაში დინამიკაში უნდა ვუყუროთ, ხო? ამ ჩვენ ამ ყველაფერს და შედეგები როგორ არ გვაქვს. ძალიან დიდი შედეგები გვაქვს და ეს ყველაფერი არის აი იმის შედეგი, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ამზისთვის გადახვევა. ანუ ჩვენ შეიძლება ჩვენი ამბავი აი ასეთ ნიაღვარში ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ აი რუსული პროპაგანდის სტილში უზარმაზარი დეზინფორმაცია იმაშება, რა ქვია, იღრება, მრავალარხიანი და სისტემატური და ყველგან სადაც არ უნდა ჩართო, შენ ხედავ აი ამ პროპაგანდას, ომზე პროპაგანდას იგივე აი ამ რაღაცა იდენტობის თემაზე, ხო? ანუ ამ ყველაფერს ხედავ და ერთადერთი შენ რითიც შეგიძლია რომ ეს ყველაფერი გაარღვიო, გჭირდება შენ გამჭოლი, ძალიან თანმიმდევრული ამბავი, რომ რისთვის იბრძვი და შენ თუ აქამდე რეჟიმის იზოლაციისთვის იბრძოდი და ემაში, რა ქვია, პარლამენტში რომ მარტო დატოვე, ამას შენ უპირატესობად ასაღებდი, ხო? როგორ შეიძლება, ვის უნდა დაეჯერო? დებილი ვინ არის, რომ რატო უნდა ჩათვალოს ვინმემ, რომ ამ პოლიტიკის შემოტრიალება და უცებ იმის, რა ქვია, ამის მიერ დანიშნულ არჩევნებში, რომელსაც ყაველაშვილის, რომელსაც იძახი რომ არალეგიტიმური პრეზიდენტიაო, აი აქ რო შეხვალ, ეს იქნება დამაჯერებელი ვინმესთვის, ეს ხო სრული სისულელეა. ხაზარაძეს უბრალოდ უნდა რომ ვაკუუმი შეავსოს და ორნიშნა პარტია გახდეს და იყოს მთავარი პარტია ვარო, მე იძახოს. მაგრამ ისინი ამბობენ რომ არ არის კავშირში არ აღიარებასთან, მაგრამ ხაზარაძემ დღეს გამოაქვეყნა პოსტი და ჩვენი მაყურებლებისთვის წავიკითხავთ, ციხიდან გამოაქვეყნა, არა რუსულ არჩევნებს არის ფოკუსის დაკარგვა. მოთხოვნა უნდა იყოს კი საპარლამენტო არჩევნებს და თავისუფლებას ინგლისის პატიმრებს. არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. ქართული ოცნების არალეგიტიმურება დამტკიცებული და გაცხადებულია საერთაშორისო დონეზე. რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს ქართულ ოცნებს სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე. თავარი განსხვავება ჩემსა და ხაზარაძეს შორის იცით რა არის? რომ ხაზარაძეს ხალხი გონია რეგვენი, რომელსაც ფულს გადაუხდის და მის ფეხის ნაბანს წყალს დალევს. ანუ კუკარაჩას იქით, კუკარაჩას მორალის იქით და მურწალოს მორალის იქით, მისი მენტალიტეტი ვერ წავიდა. ხალხი გონია დებილი. გონია რომ აი მაგას ეხლა შინაარსი აქვს, რაც შენ წაიკითხე. გამაგებინე, რას არა რუსულ არჩევნებს რო იძახი ამითი რას იძახი? იგივე რომ არარუსულ პარლამენტს, ხო? არარუსულ მთავრობას, იმიტომ რომ ეს არჩევნები და რატო ანაცვლებ ამ ყველაფერს? ანუ რატო თვლი ხალხს დებილებად? რატო აყენებ მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობას? იმიტომ რომ გონია რომ არსებობს გაჭირვებული ხალხი ოპოზიციაში, რომელსაც ფულს გადაუხდი, იქირავებ და ხმას მოგცემს. და შენ დიდი ბიჭი გახდები, ხო? ოპოზიციაში მთავარი, იმიტომ რომ თვითონაც ხო იციან, რომ შეუძლებელია, როდესაც ოპოზიციური ამორჩეველი ესე არის განწყობილი და თან ჩვენ აი ეს ნაბიჯი, რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობის გზით წავსულიყავით, ხო რეალურად ამორჩეველმა გვიკარნახა და პარადოქსი იმაშია, რომ თვითონ ხაზარაძის მიერ დაკვეთილი ფული რო გადაიხადა, იმ კვლევებიდან გვიკარნახა. ანუ ის ხალხიც კი, რომელსაც ხაზარაძე გვასაღებდა, რომ ესენი არიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებიო, ისინიც კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყვნენ ამაზე თანახმა, თუ ახალ არჩევნებთან ერთად ჩატარდებოდა. და ანუ ეს არის უბრალოდ ინტელექტუალური შეურაცხყოფა ადამიანების, რასაც ხაზარაძე აქვეყნებს და ფეხებს აბაკუნებს უბრალოდ, რომ თვითონ უნდა. და ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იდიოტურიც არ უნდა იყოს, ახსნა და როგორი ალოგიკური. რატო აღმოჩნდა მისთვის ასეთ მნიშვნელოვანი შედეგი? ბევრი ფული დახარჯა ძალიან გამიგედა. თუ ეხა ჩვენ იმას მივახციეთ, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნა, თანასწორებულია ველი და თანასწორად უნდა შევიდეთ. იმიტომ რომ 4 თანაზომა
ამიტომაც ძალად არის დაყოფილი მაგალითად ისველი, რომელიც წინა არჩევნებში შევიდა. ამას რაღაცები დაემატა, მოედანი გამოეყო, აგერ ფედერალისტები ვართ კიდე და ამას არ უნდა ეგრა, უნდა რომ ბოსი იყოს და ისე შევიდეს ახალ არჩევნებში. ხო, როგორ ხა ხდება? ბევრ ამომრჩეველს დაკარგავს, ვინც იყო ასე ვთქვათ პროტესტში, ვინც ქუჩაში იდგა, ხო? ხა იმ ამომრჩეველს დაკარგავს. გაჭირვებულ ხალხს. ხედავ გაჭირვებულ ხალხს ეთვლის, რომელსაც იქირავებს და რომელიც აი ამ რაღაცა ნორმატიულ გავლენას, მაგრამ მე მგონი ანუ თვითონ პროცესის ლოგიკას, ხო, პროცესს ხო თავისი ლოგიკა აქვს რა, ანუ აი ამ ნიაღვარსაც ხალხსაც ხო უყურებ და ხა ამ პროცესს ხო ვაკვირდები და მე მგონია რომ პროცესის ლოგიკა ისეთია რომ თუ ხაზარაძე დროზე არ მოვიდა გონს. ანუ ამან შეიძლება გაგვიხანგრძლივოს და ამიტომ ვთვლი რომ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აი ამ ფარში მონაწილეობა. ამან შეიძლება გაგვიხანგრძლივოს, მაგრამ პროცესის ლოგიკაა ის რომ ბოლო ოპოზიციური ოლიგარქიც უნდა გადარეცხოს, ვიდრე მთავარ ოლიგარქს ჩარეცხავს. ანუ მე მგონია რომ პროცესი ესე მიდის, იმიტომ რომ ოპოზიციურ სპექტრსაც უარყოფს, ხო, მასაც უკვე თავს რომ სისტემური გადატვირთვა მოახდინოს და ამიტომ მომწონს რომ აი ეს დანარჩენებიც, რომლებიც ახლა ძალიან ეს არიან, ხო, ანუ ტელევიზია არ აქვს, რესურსთან მწვდომა არ აქვს, დანარჩენი პარტიებიც. ეს მათთვის კარგია. ამბობენ რომ რეალურად ახლა 8 პარტია არისო, სპეციალურად რაღაც დაირქოს, რომ ვითომ ბევრი ვარ და სინამდვილეში აქეთაც 2 პარტია და იქეთაც 2 პარტია არის, ხო? ანუ ვინც წინარჩევების შედეგების მიხედვით რა შენაჩვენია. ისეთები არიან, როგორებიც არიან. ეხლა ლელო რა სხვა პარტიებზე ლაპარაკობს. კაცი დაიჭირეს, 2 ლიდერი დაიჭირეს და 1000 კაცის ძლივს გამოიყვანეს ქუჩაში. 190,000 ხმა აქვს აღებული წინარჩევნებზე ცესკოს ანგარიშით საერთოდ, ხო? გაყალბებული ანგარიშით და ამის 1% ვერ დაამობილიზეს მთელი ამდენი თვის განმავლობაში და რა პარტიები არ არის, არც ლელო არ არის პარტია. არც 8 პარტია არ არის, 8 პარტია რეალურად. არც ჩვენ არა ვართ, ანუ ჩვენ ეხლა უკეთდებით ამ კამპანიაში უკეთდებით და ჩვენი ამოცანები გვაქვს უშუალოდ საერთო ამოცანებიც გვაქვს და ბუნებრივია აქ კონტრიბუცია გვაქვს რომ საერთო პროცესი სწორად და კარგად წავიდეს და ამაში ვკოორდინირებთ, მაგრამ ვიწრო პარტიული ამოცანებიც გვაქვს რომ ამ კამპანიის პროცესში ჩვენი იდეების გამზიარებელი სულ მცირე 20,000 ადამიანი დავარეგისტრიროთ და პარტია ავაგოთ, ანუ ხელები დაკრეფილები კი არ ვიჯდებით და იქ რაღაცა ხაზარაძეს კი არ დავაცდით რომ აი ამ რაღაცა ნაყიდი ხმებით ის არა, ჩვენ აქტიური კამპანია გვექნება და სადაც ხაზარაძე შევა და სადაც ოცნება შევა, იქ ყველგან ჩვენ შევალთ და ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რატო არის საფრთხე იმ ხალხის რატო ნიშნავს ქაოსის და განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებას იმ დღეს ადგომა და იმაზე არჩევნება წოდებულ ფარში წასვლა, ანუ ჩვენ აქტიურ მოქმედებაში ვიქნებით და ჩვენ წინააღმდეგობაში ავაგებთ პარტიას ფედერალისტები. კი ბატონო, რა შეხება იმ შეკითხვას, რა იქნება 4 ოქტომბრის მერე? 4 ოქტომბრის მერეც იქნება წინააღმდეგობა, თუ ჩვენ სექტემბრის განმავლობაში ვერ შევძელით, რომ რეჟიმს გამოვაცალეთ ძირი და ძირი გამოვუთხარეთ ისე, რომ წამოვიდა თავისუფალ არჩევნებზე. ეს უნდა გაგრძელდეს ამის მერეც, ბუნებრივია და ეს გაგრძელდება, ვიდრე რეჟიმი არ შეიცვალა, იმიტომ რომ ერთადერთი გამოსავალი მერაბ ამ მდგომარეობიდან არის რეჟიმის ცვლილება. ეს რეჟიმი თვისებრივად გამორიცხავს საქართველოს კეთილდღეობას, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენას. რესურსი არ დარჩა, რომ ამან ან მეგობრობა აღიდგინოს იმ პარტნიორებთან, რომელიც აუცილებელია რომ ჩვენ გადავრჩეთ. რუსეთის პირისპირ ვერ გადავრჩებით, შევიჭმებით ჩვეულებრივად და ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება ისედაც მდგრადი არ არის, რაც ბიძინას უნდა, ხვდები? იმიტომ რომ ამერიკა რეგიონში გააქტიურდა, ძალის ვაკუუმი შეავსო და მომხიბლელად შეავსო ძალიან ხო, თან ირანის მიმართ, ანუ ვერავინ რო ვერ წარმოიდგენდა, უცებ ისეთმა კაცმა გადაწყვიტა ეგ პრობლემა დიდი ხნით, ხო? ამას გარდა ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რა ხდება, ხო? შეიძლება ზანგეზური დერეფანი საერთოდ ამერიკამ დაიკავოს, ეს ნიშნავს რომ ამერიკელები დადგებიან აქ და ამ სიტუაციაში აი ქართველი ხალხის აი ამ განწყობის პირობებშიც და ბიძინა რომ აი ყოვახიძეზე და მდინარაძეზეა ჩამოკიდებული ამ რეჟიმმა, ანუ უბრალოდ ვერ გაძლევს თუ ჩვენ არ შევქმნით რაღაცა წინაპირობა ისევ ოპოზიციურ პარტიებმა. ძლებს და ბევრი კრიზისი გადააგდოს. კი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი კრიზისი. მე გარანტიებს კი არ ვიძლევ, მაგრამ ესეთ მდგომარეობაში და ესეთ იზოლირებულები არასოდეს არ ყოფილან. ეხლა ჩვენ რო შეგვიძლებოდა საჭირო გავლენის მოხდება დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრზე და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას შორის რო ყოფილიყო რაღაც ისეთი თანამშრომლობა, სადაც საღი აზრს წიხლებით არ ხვდებიან, შეიძლება აქამდეც მომხდარიყო და მათ შორის ავანსად არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც ეს კანდიდატის ავანსად მიღებული კანდიდატის სტატუსი ხალხის მოსატყუებლად გამოიყენა, ხო? თავის დროზე როცა უვიზოს იღებდა, მაშინ ჩაგვედო ისეთი ბერკეტები, რაც ბიძინა ივანიშვილს შეზღუდავდა პოლიტიკური წნეხის გაგრძელებისგან, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა, ანუ ჩვენი ბრალიც არის. აქეთ მხარეს, ანუ კრიტიკული სამოქალაქო
სპექტრი იქნება თუ პოლიტიკური სპექტრი, ხო? მათ შორის ჩვენც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც აგებულები იყვნენ ბიძინას მოდელზე. თითქოს ამ წითელი დედოფლის ბოლოში რომ შევიდოდნენ მასთან ზემოდან ქვემოთ მართული პარტიებით, ესე ხო, ანუ ბიძინა როგორც შთაბერავდა ძალას, იქ კობახიძე იქნებოდა, ღარიბაშვილი თუ ვინც იქნებოდა, ზუსტად იგივე საკეთებდა მიშა, ხა მელია იყო, ხა ვაშაძე იყო და ის წყვეტდა, ხო, ვინ უნდა ყოფილიყო და ესეთი, ანუ თვითონ პროცესი არ უშვებს იმას, რომ დეოლიგარქიზაცია, ცეცხლი ოლიგარქიას ეს ხალხი რო ყვირის, ამას მართლა გულისხმობს და იმ სისტემას გულისხმობს, როგორც არა მარტო ეს რა ქვია, ქართული ოცნება, არამედ ოპოზიციური სპექტრი ოპერირებდა აქამდე, როდესაც ხალხი სრულიად გათიშული იყო პროცესიდან და ზუსტად ამ რვა პარტიის აი ამ დეკლარაციით და ანუ მინდა ძალიან რომ გამოვიდეს რა მიუხედავად იმისა რომ მე ის პარტიები დიდ არ მომწონს და არც დიდი იმედი არ მაქვს მე მგონია რომ ვითარება ისეთია რომ შეიძლება რომ ამაში აზრი დაინახოს ყველამ და რაღაცნაირად, იმიტომ რომ ეხლა ვიწყებთ მაგალითად რეგისტრაციას. წინააღმდეგობის აქტიური წევრების, რომ ეს იყოს ავთენტური პროცესი. ეხლა ვიღაცა ჩემი მხარდამჭერი იქნება, იქ ვიღაცა იმის, რა ქვია, ახლის მხარდამჭერი, ვიღაცა დროას მხარდამჭერი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ჩვენ ვიპოვოთ ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000-3000-მდე უბანია. ჩვენ რო ყველა უბანი გავავსოთ წინააღმდეგობის წევრებით და ეს ხალხი ერთმანეთს დავაკავშიროთ და ერთმანეთი გავაცნოთ. სექტემბერში სულ სხვა ვითარება გვექნება ამ ქვეყანაში. სულ სხვა ვითარება, სულ სხვანაირად იქნება პროტესტი მობილიზებული. შენ თუ შეგიძლია დაიძახო და ყველა უბანზე ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და დადგეს. და ეს ჩვენი გასაკეთებელია პოლიტიკური სპექტრის. ჩვენ ამ ნიაღვარს, რაც აი ხდება ხოლმე თბილისის ქუჩებში, პოლიტიკური სპექტრი ვერ უზრუნველყოფს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი აქტიური წინააღმდეგობის წევრები ჩავრთოთ პროცესში ისე, რომლებსაც უნდათ რომ პროცესში ჩართულები იყვნენ, უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ. და ჩვენ უნდა შევქნათ ქსელი, უნდა ავაგოთ რაღაცა ნდობის წერტილები უნდა გამოვნახოთ, ხო? იმიტომ რომ რეალურად სულ ხო ეს ხო სულ უნდობლობაა, უიმედობა ხო უნდობლობით არის გამოწვეული. აი მე სულ ვხედავ, აი მაგალითად 19-ის აქციის წინ არა, უნდობლობით არა, მხოლოდ იმედობა გამოწყობილებით რომ გადალახეს ბევრი კრიზისი და შედეგი ვერ დაინახეს. მათ შორის ანუ შედეგი ვერ დაინახეს რა, უნდობლობა რომ გამოვა ხალხი, აი ხალხი გამოვა, მე გავალ, მაგრამ ის პატიმრების დილემა და ამ უნდობლობაზე ზუსტად ბიძინა ივანიშვილი საუკეთესოდ აგებს რომ მე კი გავალ, მაგრამ ხალხი არ გამოვა, აი ეს დამოკიდებულება და მე კი გავალ, მაგრამ ხალხი არ გამოვა, უნდა აღკვეთოთ, იმიტომ რომ ესეთ ადამიანები ერთმანეთს ხედავდნენ რეალურად რომ არსებობს საქართველოს ყველაზე წვრილად დაშლილი, არის ყველაზე ვიწრო ელექტორალური ერთეული არის უბანი, ხო? აი იქამდე ჩაშლილი უნდა იყოს წინააღმდეგობა და ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოძრაობაში ჩაეწერებიან, ხო? ძალა უნდა შთაუბეროთ, ძლიერ ადამიანებზე უნდა დადგენ და ძალას როგორ შთაუბერავთ, რომ თითოეულ უბანზე შესაძლებლობა ქონდეს, რომ რომელ ლიდერსაც იქ მოითხოვენ, იმას დაუძახოს და ისე გაესაუბროს. ანუ რეგიონებში გავედით და რაღაც სისულელებს რომ ლაპარაკობს ხოლმე ეს ხალხი. ესე კი არ უნდა ხდებოდეს, ეს ყველაფერი ქვემოდან ზემოთ პროცესი იყოს. ჯერ რეგიონში იქ კაცი უნდა გაჩნდეს, რომელსაც შენი ჩასვლა უნდა და იმ კაცმა უნდა დაგიძახოს, ის კაცი უნდა გააძლიეროს შენი ჩასვლით, რომელიც მერე შენი რეტრანსლატორი იქნება და ის იმუშავებს უკვე თავის იმას, ანუ ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომელსაც აი ყველა უბანზე, რომელთანაც იდენტიფიცირებას ახდენენ იქ მისი უბნელები, რომელიც მათნაირია, იმიტომ რომ მე რამდენიც არ უნდა აქედან რაღაცებს ველაპარაკო, როგორ ჭკვიანურადაც არ უნდა მოეჩვენოს, თუ ჩემთან ვერ იდენტიფიცირებს ძნელია ნდობას შემოსვლა, ამისთვის არის საჭირო, რომ პარტიები ძლიერები იყვნენ და ყველგან ყავდეთ წარმომადგენლები და ეს უნდა გამოვიყენოთ. თემა არის რომ ეხლა რამდენიმე ამ არჩევნების მომხრენა ახსენა ხა აღარ დავასახელებ, რომ ამ რვა პარტიას ძირითადად არიან ყოფილი ნაცები, ან ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილი ხალხი და ფაქტობრივად ერთის პარტია და მათ მიმართ როგორ დამოკიდებულიც იყო, ისეთი იქნება ხალხში და ამ პერსპექტივა შეიძლება ჩვენ ხომ ნახეთ, ანუ რომ რეალურად ნაცობა ხო რას ნიშნავს? ნაცობა იყო რაღაც სისტემა, ხო, რომელიც ჩამოინგრა. მე-5 ადგილზე გავიდა ნაციონალური მოძრაობა თბილისში. და ეხლა იქ არის მოედანი, რომელსაც არანაირი ნაცული წარსული არ აქვს და ჩვენ პარტიაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც ნაცული წარსული აქვს, ესე და პარტიაში იყო, არის გიგა ბოკერია, დანარჩენი არის 25 წლის ხალხი სულ. ანუ რეალურად და რავი, ანუ ესე არ მინდა რომ გიორგი სიხარულიძე და ასაკოვნები ვინც ყავს ისინი დავჩაგრო, მაგრამ ძალიან ახალგაზრდებზე დგას და კაკო არ არის ჩვენთან რა უნდა კაკო ჩავორჩი მოვლენ. ასაკო ბენტლივით ვიარე და ვარ ეხა რაღაცაირად. კაკო დაქტოვად. ხო, მაგრამ კაკო არის თავისთვის იქ და ეხა საჭკოაზეა და აკეთოს ანუ მე რამე პრობლემა კი არა მაქვს, მე ჩვენი პარტიის აშენება გვინდა ისე რომ წესებზე იყოს დაფუძნებული და ამ წესებს იქ არავინ არ ღვევდეს და უწესოები იყვნენ პარტიის მიღმა და ეხა მე სხვა პარტიის წევრებზე ვერ ვიზრუნებ თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ იანონ ჩვენთან ერთად მიიღებენ არასწორ გადაწყვეტილებას ვერ ივლიან ჩვენთან ერთად ასე ვხედავ ეხა ჩემი მეგობრები ხო არ არიან იმ რვა პარტიაში ის ამ არჩევნების მერე თქვენ ამ ორ პარტიასთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვეღარ ხედავ ანუ გამაერთიანებელი მიზანი უნდა არსებობდეს ხო თუ ეს მიზნები გაჩნდება მაგალითად
მაგალითად და არჩევნების მერე ეს თავარი რაც არის წყალგამყოფი დასრულდება. აღარ იარსებებს. ეხლა გზა უნდა, ეხლა გვაქვს საერთო გზა. ეხლა გვაქვს საერთო გზა, რომ ჩვენი ამოცანა რომ რაც შეიძლება მეტად გავაფართოვოთ. ნახე, ამ 8 პარტიას თუ იმ ორი პარტიას დავარქვევთ 8 პარტიას გზა გაიყო და ამ ორი პარტიის გახარიას და ლელოს გზები გაიყო, ხო? გაიყო არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნები ჩატარდება, მე ეს წყალგამყოფი აღარ იქნება და ისევ შეერთდებით და ერთად გააგრძელებს ბრძოლას თუ ეს ამბავი შეუშლის ხელს ამ როგორ თანამშრომლობას ნახოთ რას მივახცევთ, ხო? ეს პროცესია, რაზეც ვთანხმდები, მე ამიტომ ვარ, ანუ თვითონ პროცესის დინამიკა აი შენახსენე, სანამ გადაცემა დაიწყებოდა ვაშაძის წერილი, ხო? რატო ვარ წინააღმდეგი? მოდი ვეტყვი მაყურებელს, მოკლედ გიორგი ვაშაძემ გამოაქვეყნა წერილი ციხიდან ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით წინააღმდეგობის პლატფორმის და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე საერთო სახელით გაერთიანებას გთავაზობთ გიორგი ვაშაძე. ხო, ამის მცდელობა ხო სულ არის რომ ვიღაცა ჭკვიანი კაცი ზის ვითომ სადღაც და მე ახლა ესე უნდა გავაერთიანო, ესე იქიდან ორი კაცი ეს ავირჩიო, არა. ანუ პროცესი მოითხოვს სხვა რამეს, ანუ ქვემოდან ზემოთ უნდა იყოს ნაკარნახევი ეს ყველაფერი და არა ზემოდან ქვემოთ ვაშაძის მიერ როგორ არც უნდა გულშემატკივრობდა, ეხა კაცი ციხეშია და ბუნებრივია სრულიად უაზრო მიზეზის გამო და ბუნებრივია თავისუფლებას უსურვებ და ვუპასუხებ კიდეც, იმიტომ რომ მეც მომივიდა, ანუ იგივე შეტყობინება, იცის ახლა ჩემი პოზიცია და ამისი ახსნა მინდა რომ ქვემოდან ზემოთ უნდა მოხდეს ეს გაერთიანება და ის რომ ვინ შევა, ვინ იქნება, ანუ აი აქ ყველაფერში ეს ყველაფერი უნდა განისაზღვროს ხალხის მიერ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ძლიერი ეს პროცესი. ჩვენ აქედან ზემოდან რა წესებიც არ უნდა მოვიფიქროთ, რეალურად ჩხუბით დამთავრდება ეს ყველაფერი. ანუ ისედაც მიდის ნორმალურად, ანუ როგორც აი ესე თუ წავედით ახლა ეს 8 პარტია როგორც მივდივართ, ხო? მე მგონია რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ანუ რომ აი რანზე თუ თანხმდებით, აი იქ ჩვეულებრივად კოორდინირებული მოქმედებები გქონდეს. რაც უჩი ჩვენ აქ რაღაცა კვოტების განაწილებას დავიწყებთ პარტიებს შორის და ისე იმის გამო რომ ეს არ არის ქვემოდან ზემოთ დემოკრატიული წესებით დაკარნახევი, ჩვენ შორის ჩხუბი მოხდება და ამ ქართული ოცნების დასამართამარცხების წინ ჩვენ რაღაცა პროცედურები ავიტეხოთ ჩვენ შიგნით, რომელიც ჩვენ გვაჩხუბებს ერთმანეთს არის სისულელე. იმიტომ რომ არ შეიძლება ეს რაღაც ანუ რა ნიშნით უნდა იყოს ყველა წარმომადგენელი, ან რა ნიშნით არჩევ, ხო შეიძლება მანდატი. ამ მანდატს განიჭებს ხალხი. როგორც ზურაბიშვილის ლიდერობის ხო და ზურაბიშვილიც იმიტომ არის რომ მას მანდატი აქვს, ხო ზურაბიშვილს იმიტომ აქვს დღეს შესაძლებლობა რომ რაღაცა პლატფორმა შეკრას, სადაც ჩვენ ყველანი მივალთ, იმიტომ რომ ის არის ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტი და დასავლეთში ჩვენი პარტნიორები აღიქვამენ ასეთად და მას აქვს შესაძლებლობა საუკეთესოდ არის პოზიციონირებული რომ იმ შემთხვევაში თუ მიზანს მივახციეთ და დემონტაჟი მოხდა და ბიძინა ივანიშვილი წამოვიდა დათმობებზე რომ მისი გავლენისგან თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს, სალომე ზურაბიშვილი იყოს ის ადამიანი, ვინც იქნება კომუნიკატორი დასავლეთს, მათ შორის ივანიშვილს, ანუ წარმომადგენელი ხო გვინდა და რაღაც ნიშნით ხო უნდა იყოს წარმომადგენელი 9%-იანი ხაზარაძე. ბატონო? ლიდერი თუ იქნება უფრო მეტი მწონარია. გავიგე, მაგრამ დანარჩენები როგორ ვირჩევით, ხო? ანუ ჩვენ ხო გვინდა მანდატი, ჩვენ შიგნით, ანუ იგივე ისია დალაგებული, იგივე. ამას ხო ხალხი უნდა ყვარნახობდეს, ანუ აღქმა ხო უნდა გქონდეს პროცესის რა ხდება. მოშორებული ყავს ხალხს პოლიტიკური სპექტრი, ეხლა ძლივს მიგვიღო და ტაში დაგვიკრა, ეხლა პირველად 19-ში. ამდენი თვის მერე პირველად დაგვიკრეს ტაში 19-ში, ისიც იმიტომ რომ პროტესტის ამოცანების, ანუ ქვემოდან წამოსული დინამიკის ერთგულები ვიყავით და რაც მათ უნდათ იმას ვაკეთებდით. და არა იმიტომ რომ ჩვენ მოვახვიეთ თავზე და ვაცადოთ რამე მესმის რომ აქვთ რაღაცა სტრუქტურირების და რაღაცა ვაცადოთ ხალხმა გააკეთოს ეს ყველაფერი, ხალხმა დაგვალაგოს. შეიძლება პარტიები დაახლოვდნენ ამ და ვთქვათ რაღაცა გაერთიანებებით მოხდეს. მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ბუნებრივი პროცესის, ავთენტური პროცესის შედეგად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ რომ აი ეს წინააღმდეგობის წევრთა რეგისტრაცია, რომელსაც ამ კვირაში ჩვენ აუცილებლად დავაანონსებთ, იმიტომ რომ გამოცხადდა და ამის შემდგომი ნაბიჯები სწრაფად იდგმება, ეხლა მიდის ამ ყველაფერზე მსჯელობა ზუსტად, ხო? რომ მე მგონია რომ ძალიან კარგი იქნება თვითონ პარტიების გაჯანსაღებისთვისაც, იმიტომ რომ იცი როგორი გაკვირვებულები იყვნენ, ანუ ეს იყო 19 ივლისის აქცია, იყო პირველი აქცია, რომელიც პარტიებმა დააორგანიზეს და ხალხი არ დაუორგანიზებია, ჩამოყვანა ხალხის. თავისით მოვიდა ეს ხალხი და იცი როგორ მოდიოდა ხალხი თავის უბრალოდ არ იყო პარტიების გაძახებული ეს რაოდენობა არ იყო ხო და იყოს და იგივე ხალხი მოვიდა ვინც აქამდე მოდიოდა გავიგე მაგრამ მოვიდა ანუ ეს არის აქტიური ხალხი ხო ეს არის მეომრები ხაზარაძე რო იძახის მეომრებს დავკარგავო ჯერ ეგერთ სად არის ეს მეომრები ანუ თუ დაულაიქონ მაინც ის რაღაცებს რო წერს იმიტომ რომ უბრალოდ საცოდაობა ხდება მის გვერდზე ხო და მეორე ეს მეომრები სად არიან კაცო დაიჭირეს რავი პროტესტი გამოხატონ ქუჩაში გამოვიდნენ დაგვენახონ რო არიან ხო რეალურად ესენი ხო ესენი მოისყი
მოისყიდისო ისო, რა ქვიაო და სოციალური დახმარებებითო, იმიტომ ამ ხალხსო დავკარგავო და თუ ოცნება მოისყიდის, კიდე რანაირი მეომარია. ხო ესე იგი არ აკავს შენ მეორები, ნაყიდი ხალხი ყავს, ანემიური ხალხი ყავს, რომელსაც პოლიტიკურ პროცესს აყრდნობ და რომელშიც განადგურებს ბიჭი. როგორ ყიდულობ? ქირავენ 190,000 გეტყვი მე შენ როგორ ხდება ის ყველაფერი. ანუ 190-დან ყველა ნაკირავი არ არის ურბანულ ადგილებში, ძნელია ხალხის ქირავება. ძირითადად ხდება რეგიონებში, სადაც ქეშის პრობლემაა. ქირავენ კოორდინატორებს, მე ამ კოორდინატორებს უხდიან ფულს და ამ კოორდინატორებს თავთავიანთი კლანები, ნაწილი იტყუება, ნაწილი არც ატყუებს. ჩვენ მაგალითად სოფელ შავღელეში ეს სისტემა მე ვნახე მე რა და იმიტომ ვარ 20 წლის მერე გიჟივით რომ ყვირი ვარ, იმიტომ რომ მე ვნახე ანუ შავღელეში ყავდათ დაქირავებული ანუ იმ პარტიას მე სულ სხვანაირი კამპანია მქონდა გიგასთვის, მაგრამ პარალელურად პარტია ხო თავისებურად მუშაობდა. 6 კოორდინატორი, 1 კოორდინატორი და 5 მიკროკოორდინატორი ყავდა სოფელ შავღელეში დაქირავებული. ერთი ხმა ავიღეთ. ერთი ხმა 6 კაცს ფულს უხდიდა პარტია. ის მოიტყვა, მაგრამ მან 190 აიღო, ანუ არ მოაწყო. ანუ ხა იღნაწილდება ეს ხმები. ხო ვიღაცები არიან, რომლებიც უბრალოდ დგებიან. ერთმა კოორდინატორმა რამდენი ხმა უნდა მოგიტანოს? ძალიან ბევრს ქირავენ, 20,000 კოორდინატორი შეიძლება ყავდეს. 30,000 რამდენი უნდა მოგიტანოს? 5, 6, 7 თბილისშიც იქ რაღაცა 20,000 ხმას ისაც უფასოდ წაიღებ და ეგ არის. ოჯახისევრები ნათესავია. ოჯახისევრები, აი მე რატომ ან გაანალიზებული მაქვს ეს ყველაფერი. აი ევროპულ საქართველოს ვაკვირდებოდი და სანამ შევიდოდი პროცესში, უშუალოდ საარჩევნო პროცესში ვერ ხვდებოდი რა ხდება. და რეალურად ვერ ვიგებდი, ანუ თბილისის უგულავა იყო თბილისის მერი, ბოკერია ეხა ყველანაირად ურბანულ ამორჩეულს იზიდავს და ეხა ჩვენ ვხედავთ რომ ესე ხდება, ხო? ანუ აი ეხა ვაკვირდები უშუალოდ პროცესს, ვერაფრით ვერ ვიგებდი რეგიონებში რატო იღებდნენ უფრო მეტ ხმას ვიდრე თბილისში. 20 წელს ევროპულმა საქართველოს თბილისში აიღო 18,000 ხმა, მაშინ როდესაც ქალაქის, დედაქალაქის მერი ყავდა გენერალურ მდივნად, ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე ყავდა, თავმჯდომარე და ბოკერია ყავდა პარტიაში. რეგიონებში აიღეს ძირითადად ხმები, 70,000 ხმა ქონდათ აღებული. დანარჩენი 50 და ვერ ვიგებდი ეს რატო ხდება, იმიტომ რომ ქირავენ. იქ ფულზე მოთხოვნაა, ქეშზე მოთხოვნაა, ქეშის წყარო არ ჩერდება. ასე ხდება 20 რეგიონებში აი მოიგო და არა თბილისში. ქვაჩ და მან ხდება ეს ყველაფერი და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შენ დედაქალაქში და დიდ ქალაქებში, ბათუმში და ქუთაისში იმხელა უპირატესობა მოიპოვო და ისეთი ის კონდეს, რა ქვია, ჩამოშლის, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა არანაირად. ეხლა აი ამ წუწაობას, აი ამ თბილისისთვის, აი ამ არჩევნებში, იმიტომ რომ შენ მან გჭირდება მეწყერივით უნდა წაიღო თბილისი იმისთვის, რომ რეგიონები მიხვდნენ რომ სტატუს-კვო იშლება და ჩამოიშალონ. მადლობა დიდი დაცემაში მონაწილეობისთვის. თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ გვექნება ჩართვა, ვიდრე გადავალთ შემდეგ უკვე დებატებზე, როგორც გითხარით, ჩართვა პაატა მანჯგალაძეზე ჩაგვერთვება სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი. მე უკვე გითხარით, რომ გიორგი ვაშაძემ ამ პარტიის ლიდერმა ციხიდან გამოაქვეყნა თავისი ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები და ამ ხედვასთან დაკავშირებით ახლა ბატონი პაატა გვეტყვის. მოგესალმები პაატა. მადლობა მე რა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე კი წავიკითხე ერთი ციტატა ამ განცხადებიდან, მაგრამ შენ ვრცლად რო უთხრა, რას გულისხმობს გიორგი ვაშაძე ამ ყველაფერში, როგორია თქვენი ხედვა? ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ვართ დაქსაქსული უმრავლესობა. ეს დააყენა გიორგი თავარ საკითხად რა. ვინაიდან დაქსაქსული უმრავლესობა ვართ, ნიშნავს ეს იმას, რომ აქეთ არის გვიანი, აქეთ ვიღაცა აფრენებზე მიდის, აქეთ არის რაღაც საპროტესტო ჯგუფები, პაატა ბურჯულაძის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები, სალომე ზურაბიშვილთან შეკრებილი ადამიანები და გიორგი მარტივი მექანიზმი, ანუ ლამაზი სიტყვა კი არ თქვა, მხოლოდ რომ მოდი გავერთიანდეთ. არამედ შემოგვთავაზა მარტივი მექანიზმი პარიტეტულად კონსენსუსის გადაწყვეტილებების მიღების, ანუ გზა გვაჩვენა კონკრეტული, რომ ეს დაქსაქსული უმრავლესობა როგორ გადაიქცეს ქმედით გრავიტაციის ძალად, რომელიც შექმნის რეალურ ძლიერ ალტერნატივას და შეცვლის რეჟიმს. აი ეს არ ამაზეა ლაპარაკი. მე გავიგე ახლა მესმოდა რაღაც ნაწილი ჩემს გამოსვლები, ხო? ჩვენ ყველასთან ვეძებთ ერთიანობას და რაც ყოფს, ბევრი რამე ყოფს. გვიანშიც, ბევრ პარტიასთან, ბევრ პიროვნებასთან, მაგრამ უმეტესად მნიშვნელოვანი დგას უკან საქართველოს სახით, საქართველოს გადარჩენის იდეის სახით, ხო? ეს განსხვავებები არაფერს არ ნიშნავს ამ ეტაპზე, ჩემთვის თუნდაც ის რომ ვიღაცას განსხვავებული პოზიცია იქ ბუნებრივი ასეც უნდა იყოს. ცუდი იქნება რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ხო შეგვიძლია რომ თავარ საკითხებზე შევთავაზოთ რეჟიმის ცვლილება, ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების თავისუფლება და ევროპული გზა. ამ 4 საკითხის ირგვლივ ყველა უნდა ის უნდა იყოს თავარი გამაერთიანებელი იდეა და ეს სხვადასხვა ჯგუფები უნდა გაერთიანდეს ამ ერთ პლატფორმაზე. გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი უნდა იყოს ესეთი, აი მარტივი, ვართ 10 პარტია თუ რა ვიცი, 30 საზოგადოებრივი ჯგუფი თუ რამდენიც გამოვა საერთო ჯამში, ამ დღესაც მოუნდება. მიუხედავად იმისა, პაატა მანჯგალაძის მოწოს თუ არა გადაწყვეტილება,
რასაც გადაწყვეტს უმაღლესი უმრავლესობა, ამას უნდა დავემორჩილოთ. ეს არის დემოკრატიზმის პრინციპი. მე ასე ვხედავ. ეს სანამ რეჟიმს შევცვლით, თუ არა, რეჟიმს რო შევცვლით ერთობით, ერთიანი ენერგიით, ძალით, რა ვიცი, საერთო სამოქმედო სტრატეგიით, ეს მე ეჭვთან მეპარება, მე რატომ? იმიტომ რომ ეს საერთო ენერგია, ძალა ქმნის წმენას, გამარჯვებით წმენას და ეს გამარჯვებით წმენა გადადის მოქმედებაში და მოქმედება მოაქვს გამარჯვება. მე ეჭვთან მეპარება, ასე მოხდება. რეჟიმი დღეს სარგებლობს მხოლოდ იმით, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ვართ დაქსაქსული უმრავლესობა. ანუ ამის მექანიზმია გიორგი ვაშაძემ რა შემოგვთავაზა, იქ ხო, მაგრამ აი თამარს უსმინეო, შენ ამბობდა, ის ამბობდა, რომ რაღაც აი ქვევიდან უნდა წამოვიდეს ეს გაერთიანება, ეს ხელოვნური გაერთიანება, ისევ რაღაცები კონფლიქტი იქნება და ასე შემდეგ. ქვევიდან წამოსვლაში არ მართლა არ მესმის. ქვევიდან წამოსულია ხალხი ერთიანია. ხალხის სადაც უნდა ჩავიდეთ, მოგვიწევს ჩასვლა ერთად, ყველას ხალხი ამბობს, რომ რატო არ ხართ ერთად. ხალხი და ქვევიდან წამოსულია ეს. დიდი ხანია წამოსულია უბრალოდ არ ესმით. გიორგი ვაშაძე, რაზეც ლაპარაკობს, ეს არის სწორედ ხალხის დაკვეთა. ხალხს რაც უნდოდა, ხალხმა ისედაც იცის, რომ ასეა, მაგრამ ნაბიჯ ელოდება ჩვენგან. ქვევიდან წამოსვლა გულისხმობს იმას, რომ ხალხი დიდი ხანია რატო არ ერთიანდებით, ჩვილო, მე არ შემოგვეძლო. აქციაზეც დავდივარ, რეგიონშიც დავდივარ და მთავარი კითხვა ჩემს მიმართ ყოველთვის იყო, რომ იმასთან რატო დგახარო, მაგას კი მეკითხებიან. ერთად რატო არ დგახარო, მაგას მეკითხებიან. კი ბატონო, აქო წერია როგორი გაერთიანება გჭირდებაო. ერთიანობა რო გჭირდება გასაგებია, მაგრამ ვაშაძე აყენებს კონკრეტულ მოდელს, როგორი გაერთიანება გჭირდება. ეგ ხოიც ქართული სენი, აი ვაშაძე თუ იწვის, ვაშაძეს არ გჭირდება, მაგრამ ეს სხვა თუ იწვის, იმის გჭირდება. ვაშაძეს არა, გიორგი ვაშაძეს. პრეტენზია არ აქვს იმაზე, რომ აი თავის არა, როგორ გაერთიანებაზე საუბრობს, ამაზე რო გითხრა ორიოდე სიტყვით. აი ამაზე რო თქვა, გაერთიანება, ყველა ინარჩუნებს თავის იდენტობას, მაგრამ თავარ საკითხებში რაც ჩამოთვალებ, რეჟიმის ცვლილება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ის არის ყოველი პარტიების გათავისუფლება და ევროპული გზა ვართ ყველა ერთიანი. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს საერთო პოზიცია. ამ როცა ხალხი ხედავს, რომ ეს აქტიური ჯგუფები, საზოგადოება ყველა ვართ ერთად, ჩდება უფრო მეტი წმენა, იმიტომ რომ დაქსაქსულობა დამატებით არგუმენტს აძლევს რეჟიმს და ეუბნება. ხო არის ეს 8 პარტია ისედაც. ატა ეს კითხვა გაჩნდება, რომ ეს 8 პარტია ისედაც ერთად არის და ანუ რა განსხვავება რა იქნება ასე. იქ თუ არის, იქ თუ ნახავთ თქვენ ეგ საერთოდ ჩვენ არ ვიკეტებით მხოლოდ პარტიებში. ამაშია განსხვავება. იქ ჩამოთვლილი არის დაახლოებით 12 თუ 16 საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფი და ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ესია საბოლოოა. ამ პლატფორმაზე შეუძლია ბევრი ადამიანი იყოს. თავარია შევთავაზოთ მექანიზმზე და მწყობრი ორგანიზებული წინააღმდეგობის პრინციპებზე, რას ვაკეთებთ ერთად, ამაზე შევთავაზოთ, ეს არის თავარი. და ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ მაინდა-მაინც ჩვენ როგორც დავწერეთ, ისე იყოს. თავარი არის, რომ ამ აქტიურმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ინდივიდებმა, პარტიებმა შეძლონ ერთად დიდ პლატფორმაზე, წინააღმდეგობის პლატფორმაზე გაერთიანება, რაც შექმნის ძლიერ ალტერნატივას გრავიტაციის წელს, რაც საბოლოო ჯამში გააჩნია წარმო. ადრედელი, მე მახსოვს, ჩვენც გვიტყვია, სხვასაც ვთქვია, გაერთიანება ჩემს გარეშე, გაერთიანება ამ ლიდერის ჩემს გარშემო, გაერთიანება ამ ლიდერის გარშემო, მე ვარ და ჩემი ნაბადი. ჩვენ მაგის პრეტენზია არ აგვაქვს. მაგას არ ვამბობ. ჩვენ ვამბობთ, რომ აგერ არის მექანიზმი, აგერ არის გამარჯვების გზა, მოდით, დავილაპარაკოთ, უკეთესი იდეები მოიტანეთ, თავარია ლაპარაკი დავიწყოთ, თავარია ერთმანეთისგან გზა ვიპოვოთ. რეჟიმს რაც ეხლა უნაჩუნებს ძალაუფლებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, გავიაზროთ, ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ვართ დაქსაქსული უმრავლესობა და ჩვენი წინააღმდეგობა არ გადაიქმნება ორგანიზებულ ძალაში. ჩვენ ძალების კონსოლიდირება გვჭირდება, რესურსების კონსოლიდირება გვჭირდება, გულების კონსოლიდირება გვჭირდება, ენერგიების კონსოლიდირება გვჭირდება. აი ამაზეა ლაპარაკი. აი ეს არის სიახლე, რომ მარტო კი ვლაპარაკობ შრალად, რომ ეს არის რაღაცა ერთიანობა, არა. გეგმაც არის მოცემული, პრინციპებიც არის მოცემული. გაშლილია ყველა სიტული არის გააზრებული და ასევე გახსნილები ვართ, რომ ნებისმიერი შენიშვნა, ნებისმიერი იდეა, რომელიც იქნება უკეთესი, გახდეს ამის მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ გეგმაში. გასაგებია, მადლობა დიდი და მანჯგალაძე გვერდთვებოდა სტრატეგია აღმაშენებლის კი ბატონო, სტრატეგია აღმაშენებლის წარმოადგენს ის და გიორგი ვაშაძემ ციხიდან გამოაქვეყნა წერილი, სადაც კიდევ ერთხელ ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს. ჩვენ გვექნება ახლა რეკლამა და რეკლამის შემდეგ, როგორც უკვე დაგვედით, გვექნება დებატები თემაზე ოჯახური სიწმინდის შესახებ, უბრალოდ კანონი, რომელიც მიიღო ამ თემაზე ხელისუფლებამ და რომლის გაუქმებასაც ითხოვს ევროკავშირი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი და პროპაგანდის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ეს არის რეალურად პროპაგანდისტვის გამოიყენება, თუ რეალურ პრობლემას ქმნის და რეალურად საჭიროა ამ კანონის არსებობა. ამ თემაზე მოგახსენებთ ორ განსხვავებულ მოსაზრებას, ასე რომ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.
აშასე დავბრუნდით ჩვენ ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში გვექნება დისკუსია, დებატები ოჯახური ღირებულებების დაცვის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი. ასე ქვია იმ კანონს, რომელიც ოცნებამ წინასაარჩევნოდ მიიღო და რომლის გაუქმების მოთხოვნა ერთ-ერთი არის, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე გამოგვიგზავნეს დოკუმენტი ევროკავშირიდან და ბუნებრივია ხელისუფლება ამას ჩაეჭიდა. კარგი სალაპარაკოა მათი მხრიდან ამაზე პედალირება, რომ აი მაგალითად შალვა პაპუაშვილი ამბობს, ბრიუსელმა ხალხის და ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზეც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთვე განცხადება გააკეთა კიდევ უფრო ხმამაღალი გურამ აჭარაშვილმა, რომელიც ამბობს, თუ ქართველ ადამიანს ეუბნები შენი ღირებულებები განულებული იქნება და მხოლოდ მაშინ მოგცემ ვიზა ლიბერალიზაციას, რად უნდა იმ ადამიანს ვიზა ლიბერალიზაცია, ან სადმე წასვლა, თუ ქართველობა აღარ ექნებაო. ამ თემაზე გვექნება განსხვავებული მოსაზრებები. თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი და ზვია ტომარაძე, ერი და სახელმწიფოს დამფუძნებელი იქნებიან ჩვენს სტორები. მოგესალმებით. თამთა არის ამ კანონის მოწინააღმდეგე, თავიდან იყო მოწინააღმდეგე, ამიტომ ჯერ მას მიცემ სიტყვას. რატო ითხოვს, რომ აუხსნათ თქვენი პოზიციით ევროკავშირი ამ კანონის გაუქმებას? ნიშნავს თუ არა ეს მოთხოვნა იმას, რომ რეალურად ჩვენ უნდა გავირყვნათ მერე ან რაღაც აქ ქალ როგორც პრემიერმა თქვა ეს ნიშნავს იმას რომ ვისაც მომდება მივა იუსტიციის სახლში და გადაკეთდება ქალად კაცი გადაკეთდება ქალად და ასე შემდეგ და რასთავარია პროპაგანდა წავლეკავს ბავშვებს და ასე შემდეგ ეს არატრადიციული ცხოვრების წესი ამ ყველაფერს ნიშნავს თუ არა ამ კანონის გაუქმება და რატო არის ეს კანონი პრობლემური თქვენი გადმოსახედიდან და ევროკავშირის გადმოსახედიდან საღამოშვიდობისა მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩემთვის პირველი კითხვა არის არა ის, რაზეც ლაპარაკობს ქართული ოცნება ან სხვა აქტორები, რომლებიც თქვათ იგივე ამ კანონის მხარდამჭერები არიან. ხო, არამედ არის უფრო მნიშვნელოვანი ის თუ რაზე არ ლაპარაკობენ ისინი და მათ შორის მაშინ, როდესაც საუბრობენ ოჯახებზე, ბავშვებზე და ოჯახურ ღირებულებებზე, რა არის ის გამოტოვებული საკითხები და შინაარსები, რომელსაც ისინი გაზრახ გადამალავენ, ხო? მაგალითად, თუ ქართულ ოცნებას ნამდვილად ადარდებს ოჯახებისა და ბავშვების საკითხი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში 12 ბავშვი გარდაიცვალა საბაზისო უსაფრთხოების წესების არარსებობის გამო სხვადასხვა ქალაქებში, ხო? ჩვენ გვახსოვს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გალში, ძალიან მძიმე შემთხვევები, სადაც სიღარიბის ან საბაზისო უსაფრთხოების წესების არარსებობის გამო არაერთი ბავშვი დაკარგა ოჯახმა. ჩვენ ხედავთ, რომ 1000 აღემატება ბავშვების მიერ ძალადობის, მათ შორის სქესობრივი ძალადობის შემთხვევები არის 120, რომელიც ძალიან ხშირად ოჯახის წევრების ან ახლობლების მიერ არის ჩადენილი ბავშვების სექსუალური თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ. ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში 377,000-მდე ბავშვია რეგისტრირებული სოციალურ დაუცველთა ბაზაში და 275,000-ზე მეტი ბავშვი იღებს სოციალურ დახმარებას, ხო? დაახლოებით 30%-მდე ბავშვების არ დადის ბაღში, 35%-ზე მეტი ბავშვი მოსწავლე ამბობს, რომ ის სკოლაში არასდროს არ იყვება. იცით, რომ ბავშვების უფლებები რეალურად არ ადარდებს ხელისუფლებას. ნამდვილად, არც ხელისუფლებას, არც იმ ძალებს, რომლებიც რამდენიმე წელია ოჯახების დაცვაზე საუბრობენ, მაგალითად ისინი არ საუბრობენ მიგრაციაზე, რომელმაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ქვეყანაში, ისინი არ საუბრობენ თუნდაც შობადობის კლებაზე, რომელიც ბოლო წელსში 34% არის შემცირებული. ისინი არ საუბრობენ მაგალითად რადიკალურად გაზრდილი განქორწინებების რიცხვზე და ჩემი აზრით და მე მგონია რომ ნებისმიერ ქართველს, ნებისმიერ ოჯახში რომ შევიხედოთ და ეს ისტორიები მოვისმინოთ, რა დგას ამის უკან დგას სიღარიბე და სუსტი სოციალური დაცვის პოლიტიკა. თუმცა ახლა მინდა მაინც ვისაუბროთ, რომ ეს კანონი რაში უშლის ამ ყველაფერს ხელს, ანუ ეს კანონის გაუქმება რატომ არის არა, კანონი ამას უშლის ხელს კი არა, საკითხი არის ამაში, რომ თუ ქართულ ოცნებას ან ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც ოჯახებზე ზრუნავს, მაშინ მას რატო არ აინტერესებს ის ნამდვილი პრობლემები, რომელიც ოჯახების წინაშე დგას და რატო ცდილობს რაღაცა იდეოლოგიური ნიღბების გამოყენებას. ამ სოციალურ პრობლემების მოგვარებას ეს კანონი ხوار უშლის ხელს, ანუ ეს კანონი რაღაცა სხვა ეხლა მოდით დავუბრუნდეთ ამ კანონს. ხო და აი რა პრობლემები ხო დავუბრუნდეთ თავად ამ კანონს, ხო?
ამ კანონმა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად LGBT ადამიანებს ჩამოართვა ყველა უფლება. ხო, ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული ცხოვრების წესი, გარკვეული სოციალური პრაქტიკები, ან პირადი პრაქტიკები ადამიანების, მაგრამ ჩვენ უნდა დაუსვათ ჩვენს თავებს კითხვა, ვარ თუ არა ის საზოგადოება, რომელიც აღიარებს თანასწორობის პრინციპს, ყველა ადამიანებს აღიარებს თუ არა ჩაგვირსა და ძალადობის არ დაშვების პრინციპს, ხო? და ეს არის თუ არა ის საერთო შეთანხმება, რაზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. აი ამ კანონმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო წინა წელს, როდესაც მან დაიწყო ავტორიტარული შემოbrunება და დაიწყო საგარეო პოლიტიკის შემოbrunება, ხო, ღია დაიწყო ანტიევროპული და ევროკავშირის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ხო, რეალურად ჩვენ ახლა იმ გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ თავისუფალ სამიზნო მიმოსვლის შესაძლებლობებსაც შეიძლება დავკარგოთ, ხო? მან სწორედ აი ამ დროს დაიწყო ამ კანონის მიღება იმისთვის, რომ მას ფარად გამოიყენებინა, რომ თითქოს ის არის ოჯახებისა და ოჯახური ღირებულებების, ტრადიციული ღირებულებების დამცველი და ამის გამო უნდა გამართდეს გეოპოლიტიკის ცვლილება, ადამიანების მიმართ ძალადობა, მთელი რიგი დრაკონული კანონები, რომელსაც ის იღებს. ეხლა რას აკეთებს ეს კანონი? პირველ რიგში უნდა ხაზი გაისვას იმას, რომ ამ კანონს შემოაქვს ესეთი კონცეფცია, რაც უკავშირდება ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა შორის ურთიერთობების, რაც სექსუალური ორიენტაციის საკითხებს უკავშირდება, მის პოპულარიზაციას, რომელსაც ის კრძალავს და აი ამ საფუძვლით ის მთელ რიგ ურთიერთობებს, მთელ რიგ სფეროებში, მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს. პირველი რასაც ის აკეთებს, ეს არის იმ უფლებების ჩამორთმევა და გაუქმება LGBT ადამიანებისთვის, რომელიც მათ საქართველოში არასდროს არ ქონიათ. რაც კიდე ერთხელ არის აი ამ რაღაცა ბრძოლა რაღაცასთან, რაც არ არსებობს და ისევ იდეოლოგიურად გამოყენებული მექანიზმი. ეს არის ქორწინების უფლება, რომელიც LGBT ადამიანებს არასდროს ქონია და მათ შორის ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციით ჩამორთვა და არასდროს არ ქონიათ ჩვენი სამართლის სისტემა ამას არ ადგენდა და მათ შორის ევროკავშირი არ ითხოვს ამ საკითხის ლეგალიზებას წევრი სახელმწიფოების მხრიდან ეს ეროვნული სახელმწიფოების ლეგალიზებას არ ითხოვს ევროკავშირი. არც ევროპის საბჭო, არც ევროკავშირი. ეს კონსტიტუციაში გვიწერია ისედაც რომ არ შეგვიწერია, მაგრამ ახლა მათ ეს უფლება კიდევ ერთხელ საბოლოოდ მათ შორის სამოქალაქო პარტნიორობის მექანიზმი, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, აი ამის ჩამორთმევაც მოახდინეს. მათ ასევე დააწესეს შულადაყვანის უფლების აკრძალვა, რომელიც LGBT ადამიანებს ის რაც არ ქონიათ საქართველოში, მაგრამ ამის მიღმა მათ მაგალითად შემოიტანეს მაუწყებლობის რეგულაცია, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა, როდესაც რაიმე შინაარსი ეს იქნება გამოხატვა ან შემოქმედებითი პროდუქტი, ხო, რაღაცა ფილმი ან რაღაცა სახელოვნებო ნიმუში შეიძლება კანონის აი ამ ფართე ჩანაწერში ხვდებოდეს, რაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ურთიერთობის პოპულარიზებას ახდენს, რაშიც იგულისხმება ობიექტური დამკვირვებლისთვის მისი მისაბაძი ან დადებითი პოზიტიური წარმოჩენა. ხო, ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი რამე შეიძლება იგულისხმოს ვიღაცამ ამაში და რამდენი პოეზია, ხატრული ლიტერატურა, ფილმი ან სხვა, ხო, გააუქმო და ამოიღონ მოხმარებიდან როგორც აკადემიებში, ისე სხვაგან. ცენზურას აწესებს, ამ ცენზურას აწესებს განათლების სისტემაშიც, მათ შორის უმაღლესი, მათ შორის ზოგადი განათლების სისტემაში და ნებისმიერი გამოხატვა, წიგნი, მოსაზრება, თეორია, ხო, რაც შეიძლება ასეთად მიიჩნიოს ქართული ოცნების მოსამართლეებმა ან პროკურორებმა, შეიძლება ამად ჩათვალონ, მაგრამ ყველაზე მძიმე რასაც ეს კანონი აკეთებს, ეს არის ტრანსგენდერ თემთან დაკავშირებით, ხო, რომლებიც ჩვენ საზოგადოებაში ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია, რომელთა არაერთი ტრაგიკული სიკვდილის ამ მკვლელობის ამბავი გაგვიგია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ემპათიურად დაინახა ტრანსგენდერი თემის რეალობა, ხო, და ითქვა იგივე ბოლოს კესარიას მკვლელობის საქმეზე, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ის განცხადებები, ხო, რასაც მისი მეზობლები აკეთებდნენ, მაგრამ ამ კანონმა სრულად აკრძალა ნებისმიერი ოპერაცია ან ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა ტრანსგენდერი ადამიანების. არა მხოლოდ სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული ოპერაციები, არამედ ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, რაც მათი ჯანმრთელობისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ამან გამოიტა თუ რომელიმე ექიმი ამას დათანხმდება, ისინი ბლანკეტურად ეგრევე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე შეიძლება დადგნენ, რის გამოც დღეს ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში
პრაქტიკულად ვეღარ იღებენ სამედიცინო მხარდაჭერას, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი, ხო? ამავდროულად ყველა იმ შეზღუდვაზე, მედიასთან დაკავშირებით, არასრულწლოვანებთან ურთიერთობა, განათლების სფეროში თუ რაღაც, რაც შეიძლება ვინმეს და ქართული ოცნების ავტორიტარულ, არადემოკრატიულ, საჯარო მოხელეებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ იყოს პოპულარიზაცია იმ გაგებით, რომ პრაქტიკულად ეს შეიძლება ნებისმიერ, ან მე როცა LGBT ადამიანების თანასწორობაზე ვლაპარაკობ, მათი ჩაგვრის დაუშვებლობაზე ვლაპარაკობ, მათ ღირსებაზე ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ ჰუმანიზმზე, რომ ისინი პირველ რიგში არიან ადამიანები, ვიღაცის შვილები, ვიღაცის მშობლები, ვიღაცის შვილიშვილები, ვიღაცის მეგობრები. არის ეს პოპულარიზაცია, მაშინ ჩემი დღევანდელი გამოსვლას უნდა შავი გადაეფაროს? აღარ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, ან მე როცა ვარ ლექტორი და ვასწავლი თანასწორობის უფლებას და მათ შორის ვლაპარაკობ სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფებსა და LGBT ადამიანებაზე. იმ ძალადობაზე, რომელიც მათ გამოიარეს 2012 წლის მაისიდან ამ დრომდე, ხო, ის ბრუტალური ძალადობა, რომელიც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ და ვსაუბრობ, რომ ეს თანასწორობის და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებია. ან მე ვარ ღვევ, პოპულარიზაციას უკეთებ LGBT საკითხებს, როცა თანასწორობაზე და ადამიანების ღირსებაზე ვლაპარაკობ, ხო? ამიტომაც ამ კანონმა საფრთხის წინაშე დააყენა სინამდვილეში, მათ შორის ჩაგვრის გამოცდილებებზე ლაპარაკი, რომელიც LGBT ადამიანებს უდგას მის ყოველდღიურობაში, ხო? ამიტომაც და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს კანონი ამაზე საუბარსაც კი აქცევს სამართალდარღვევად, იმიტომ რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსმა ის ძალიან მაღალი ჯარიმების ქვეშ მოაქცია და თუ მეორედ იგივე სამართალდარღვევა ჩაიდან, ხო, მაშინ შესაძლოა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, რაც პრაქტიკულად ნიშნავს კრიმინალიზებას, ანუ ცენზურის დაწესებას და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზებას, მაშინ, როდესაც უფლებადამცველებს თუნდაც ან ნებისმიერ ადამიანებს, ფსიქოლოგები იქნებიან, ოჯახის წევრები იქნებიან, სოციალური მუშაკები იქნებიან, მათ მოუნდებათ LGBT ადამიანების თანასწორობაზე, მათი მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის არ დაშვებაზე საუბარი, ხო? ამიტომაც ნახეთ, როცა ევროკავშირი ამბობს, რომ ეს კანონი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების და თანასწორობის უფლების წინააღმდეგ, ევროკავშირი არის აბსოლუტურად სწორი. ამაზე არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც იცით რომ ევროპის საბჭოს სამართლებრივი მექანიზმი საკმაოდ კონსერვატიულია სხვათა შორის ცალკეული უფლებრივი და სამართლებრივი საკითხების განმარტების დროს, მაგრამ მათ მიიჩნია რომ აი ეს ფართე ჩანაწერი პოპულარიზაციის შესახებ, რომელიც ძალიან ფართე გამოყენების და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევის საფუძველს აძლევს სახელმწიფოს არის პრობლემა. ამიტომაც ევროკავშირი, რომელიც სამართლებრივ სახელმწიფოს იდეაზე დგას, მათ შორის უფლებების დაცვისა და თანასწორობის იდეაზე, საუბრობს, იყენებს ვენეციის კომისიის დასკვნას და ამბობს, რომ ეს კანონი არ შეესაბამება საბაზისო უფლებრივ სტანდარტებს. ეს კანონი არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციასაც კი და მით უმეტეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. აი ყველა იმ უფლებაში, რომელიც მე ჩამოთვალე წეღანს, გამოხატვის თავისუფლებიდან დაწყებული თანასწორუფლებიანობით დასრულებული. მოდით ბატონ ზვიას მოусმინოთ, რომელიც ფიქრობს, რომ როგორც თვითონ ამბობს ხოლმე, არა ვარ ამ ხელისუფლების მომხრე, მაგრამ ეს კანონი არის ერთ-ერთი, რომელიც მომწონსო და რატო მოგწონს და რატო ფიქრობ, რომ აი ეს კანონი არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მომწონს ალბათ მთლიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს არ შეიძლება ცალკეულად ავიღოთ. პატარა შესავალს გავაკეთებ. მე ჩვენ ვნახეთ, რომ 11 წლის მანძილზე ხელისუფლებას ჰქონდა ლიბერალური კურსი, ხო? და შემდეგ უცებ, როდესაც შეიცვალა რაღაც სოფლიო პოლიტიკური სიტუაცია და გარემო, შემდეგ ქართული ოცნება იქცა ერთგვარ წყალებში კონსერვატიულ ძალად და სწორედ ახლა წარმოგვიდგინა, თუმცა ეს კანონპროექტი იქცა შემდეგ კანონად, როცა ჩვენ მანამდე გვახსოვს არაერთი ისეთი ლიბერალური კანონმდებლობის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობაში, რომელზეც დაუშვათ კონსერვატიული საზოგადოება იყო კატეგორიული წინააღმდეგი, მათ შორის საპატრიარქოს, ხო, ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, გენდერული კვოტირების თემა და აღარ ჩამოთვლეს ჩვენ საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება ამ კანონს თვითონ, მე მიმაჩნია რომ დავეთანხმები ჩვენ სტუმარს ნამდვილად იმაში, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში და რაც ჩამონათვალი, რაც ისაუბრა მისი საუბრის პირველ ნაწილში სრულიად ვეთანხმები, ხო? როგორ შეიძლება არ დაეთანხმოდა. აი თვითონ ეს კანონის მიღება რამდენად იყო ეხლა საჭირო? ეხლა ახსენა ასევე ჩანაწერი კონსტიტუციაში და ეს კონსტიტუციაში ჩანაწერი, ეს იყო ჩემი კანონპროექტი. არ მოყვები ცლად ამ ისტორიას, მაგრამ ჩვენ
დავწერე კანონპროექტი, შემდეგ 250,000 საინსტიტუტო რაღაც ამბობსო, ქორწინებაში წერია. ხო, აი ხა მივალ მადამდე. 250,000 ხელმოწერა შევაგროვეთ საინსტიტუტო ჯგუფმა და შემდეგ ხელისუფლებამ ეს ასე ვთქვათ, აწეული მუხტი გამოიყენა და 2017 წელს ჩაწერა კონსტიტუციაში, ხო? იმაშიც დავეთანხმები, რომ ნამდვილად ახლა რაც წერია დავუშვათ ქორწინების თემაში მეოთხე მუხლი ამ კანონში ეს ისედაც კონსტიტუციაში წერია, ხო? და რომ მიუყვეთ ახლა მე ვერ ვხედავ კონკრეტულად ახლა თუ კანონს ავიღებთ, ამაში რამე ის ჩემთვის მიუღებელს პირიქით. კი ბატონო, მესმის. ნუ ახლა კონკრეტულ უფლებებს. მე და გალბატონ თავდას ხშირი ის და დებატები ოღონდ იყოს წარსულში და მე ნამდვილად არ მეგონა თუ ბოლო პერიოდში კიდე მოგვიწევდა ამ თემაში. იმდენი პრობლემა აქვს ქვეყანაში. მიგრაცია, სოციალური, ეკონომიკური, რავი, რა პრობლემა არა გვაქვს და კიდე არ მეგონა ნამდვილად თუ კიდე შევხვდებოდით ჩვენა ნებისმიერ სტუმართან დებატი მომიწევდა ამ თემაზე. კი ბატონო, ჩამოთვალა და ჩვენ არაერთხელ გვიდებატია და ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო? არის სამართლებრივ თემებზე. კი ბატონო, სამართლებრივ თემებზე და გავყვეთ ახლა, ხო? თუ გინდა, აი ქორწინების თემა გასაგებია, ეს ისედაც აკრძალული იყო. შემდეგ რა არის, ხო? შემდეგ არის შვილად აყვანისნება. და ძალიან ბევრ ქვეყანაში ესეც აკრძალული იყო. კი ბატონო, აკრძალული იყო, მაგრამ თვითონ არს ვეთანხმები მეც ამას. შეიძლება კალბატონთან და არ ეთანხმება ამას, ხო? შემდეგ რა არის აქ? შემდეგ არის განათლების თემაში, რომ აღზრდელობით საკითხებში არ შეიძლება სკოლამდელი აღზრდის და ადრეული აღზრდის და განათლების დაწესებულებებში. ამასაც რა თქმა უნდა ვეთანხმები, რომ არ შეიძლება პოპულარიზაცია, ესე არის განმარტებული პოპულარიზაცია, ასე ვთქვათ, პროპაგანდა აი ამ საკითხების. თუმცა იმაშიც ვეთანხმები, რომ შეიძლება გარკვეული ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად ჩვენ სასამართლო სისტემა ფაქტობრივად დამოუკიდებელი არ აქვს და შეიძლება ვიღაცას საერთოდ სხვანაირად გადათარგმნოს და უშუალოდ ვიღაცამ თქვას, რომ აი დაუშვათ ლექტორმა, რომ ალექსანდრე მაკედონელის ყავდა ბოიფრენდი. და ამის გამო შეიძლება ვიღაცას ეს არ მოეწონოს, ჩაუთვალოს პროპაგანდას და იმ მოსამართლემ გამოიტანოს არასწორი, ამის რისკები არის. ვეთანხმები ამაში. კი ბატონო, თუმცა ის რომ ეს პროპაგანდა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია. აქ რომ აკრძალულია პროპაგანდა. კი ბატონო. არა, აქ წასაუბარია. კი ბატონო, ასევე შეკრება მანიფესტაციის ჩატარება. ეხლა მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ ვინმე დავჩაგროთ, ამიტომ სექსუალურ ორიენტაციას თვითონ ადამიანი ირჩევს და ეს მისი უფლებაა. და მისი ჩაგვრის სემატყების წინააღმდეგი ყოველთვის ვიყავი. თუმცა ის რომ მან დაუშვათ გამოვიდეს და თქვა, ისევე როგორც ჰეტეროსექსუალმა ადამიანმა გამოვიდეს და თავის პოლიტიკური სექსუალური გემოვნების, ასე ვთქვათ, აფიშირება მოახდინოს, ამის წინააღმდეგი ვიყავი. მე ორივე მხრიდან. შეიძლება და ლავირებაც აი ამ კანონში მაგალითად, სადაც არის აი ამ შეკრება მანიფესტაციის ჩატარებაზე. ხო, მან რა წერია კონკრეტულად? აი პირდაპირ წავიკითხავ, მე ათი ძალიან პატარა ის არის. ხო, დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან და ისეთი მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის არც ერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ახლა მაგალითად მე რო ყოფილიყავი საქართველოს პარლამენტში, მე ამ ადგილს ცოტა სხვანაირად ჩავწერდი. მე ჩავწერდი, რომ ნებისმიერი ეს ჰეტერო იქნება თუ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი თუ როგორც ეძახიან, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს. და ამაზე მოდავებაც რთული იქნებოდა დაუშვათ ევროპული დასავლური, ასე ვთქვათ, სტრუქტურებიდან. და კიდე ერთი საკითხი. მე მაინც მიმაჩნია, რომ ახლა რა აპელირებას თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არ არის შეკრების თავისუფლების აკრძალვა? არა, რა თქმა უნდა. ეხლა რა ხდება? მე მაინც მიმაჩნია, რომ როდესაც ეხლა ხელისუფლება იყენებს ამას არგუმენტად, რომ აი ვითომ ჩვენ აი ამ ტრადიციულ ქვეყანას გვებრძვიან, ეს ასე ნამდვილად არ იქნება და რატომ? ძალიან მარტივად ავხსნი. ეს იყო და ვითომ ამის გამო რო გვიჩერებენ ვიზა ლიბერალიზაციას. ესე იგი 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა, ხო? ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია, ხო? ამის შემდეგ მივიღეთ. ჩემი აზრით, სწორედ ეს მოაყოლეს ერთ-ერთ საკითხად, მაგრამ მთავარი ფუნდამენტური საკითხი არის ის, ჩვენ რასაც ცვალს ვადევნებთ ბოლო 2 წლის მანძილზე, როდესაც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით შენ იღებ არაერთ ისეთ კანონს, რომლითაც ფაქტობრივად შენ ქვეყანაში სამართალს ფაქტობრივად, რა ვიცი, რას უშვები, ანადგურებ, იგივე სასამართლო რა დღეშია, იგივე როგორი უსამართლო გადაწყვეტილებები იქნა მთელი რიგი მიღებული, როგორი კანონმდებლობა იქნა მიღებული, ნებისმიერ პროტესტს აზრი დაუკარგეს ფაქტობრივად და ძალიან დრაკონული კანონები იქნა მიღებული. და ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მისთვის ახლა მომგებიანი იყო კონსერვატიული როლის მორგება და აი იმ საზოგადოების გულის მოგება, რომელიც ქვეყანაში არის ტრადიციების დამცველი და
აი ეს იყო სწორედ პრობლემა, აი ეს კანონმდებლობა და ხელისუფლების და მაგალითად ცენზურაზე. ხელისუფლებაში ცენზურას აწესებსო. ფიქრობთ თუ არა რომ ცენზურას აწესებს ეს კანონი, როდესაც იქ ფილმებზე, სპექტაკლებზე გარკვეულწილად აწესებს, თუმცა ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, ხო? ხა ევრობარომეტრის კვლევაც რომ ვნახოთ ჩვენ, თუ აი ამ პოპულარიზაციამ თუ რა შედეგი მოუტანა დაუშვათ დასავლურ ქვეყნებს, ხო? ეხლა ევრობარომეტრის კვლევა გამოქვეყნდა ამას წინათ, ალბათ კალბატონი თამთაც გაეცნობოდა. ძალიან გაზრდილია მოსახლეობაში ერთსქესიან ქორწინების, ვთქვათ, თუ როგორ უყურებს ესა თუ ის ქვეყანა. ძალიან მაღალ პროცენტზეა ასული. პირველ ადგილზე თუ არ ვხვდები იყო ნიდერლანდები, სადღაც 91% იყო და ძალიან მაღალ პროცენტზეა ასული. ანუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ირლანდიაში მაგალითად რეფერენდუმის გზით გადაწყდებოდა რეფერენდუმის გზით მოხდებოდა, ასე ვთქვათ, ხალხის მიერ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება, ხო? თუნდაც ირლანდიური ფილმები რომ ნახოთ, თუ როგორ მოიხსენიებენ იქ აი ერთსქესიან წყვილებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს სწორედ ამის შედეგია, ამიტომ ჩვენ უვიტყვით ისე რომ აი ეს პროპაგანდა თქვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში ერთ-ერთი სტუმარი იყო, რომელმაც ახსენა რომ თურმე პროპაგანდა არაფერს არ ცვლის. და ასე არ არის. და გადაცემის მეორე ნაწილში ახსენა რომ თურმე პროპაგანდა, ხელისუფლების პროპაგანდა რაღაცას ცვლის და თუ ერთ შემთხვევაში არ ცვლის, მეორეში ცვლის, ეს როგორ გავიგოთ, ხო? რა თქმა უნდა, პროპაგანდას და რეკლამას მოქმედებს საზოგადოების ფორმირებაზე და ამიტომ თავისთავად არის ზომები გასატარებელი. უბრალოდ აქ თავარია რამდენად საჭირო იყო ეხლა და რამდენად არის ეს კანონი, ასე ვთქვათ, ისედაც გაწერილი ხომ არ იყო, კონსტიტუცია იქნება თუ სხვადასხვა კანონებში და ეს ხომ არ გაკეთდა იმიტომ რომ მომხდარიყო პოლიტიკური აქტი უფრო ხო არ არის, რომელიც დისტანცირებას მოახდინებს დასავლეთთან და ასევე მოიგებს კონსერვატიული საზოგადოების ამომრჩევლის გულებს. აი ეს არის ამაზე საკითხავი. ხო, კი ბატონო, თამთა რა უპასუხებ შენი მოსაზრებას, რომ ასე ვთქვათ, პროპაგანდა არის რეალურად პრობლემა და რაღაცნაირად უნდა ვებრძოლოთ, ამბობს ვიადი და მეორე ფიქრობს, რომ ვთქვათ, იგივე არ არის აკრძალვა შეკრების და ასე შემდეგ, როცა საუბარი არის, რომ ქუჩაში არ უნდა გამოდიოდნენ და არ უნდა ახდენდნენ დემონსტრირებას რაღაც თავიანთი სექსუალური მიკუთვნებულობის. კი, მე რა პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ამ კანონის აღსრულება ქართულ ოცნებას არ დაუწყია. ანუ ის დღეს, რასაც კბილებით იცავს და ჩვენ საზოგადოებას ატყუებს, ხო და აშინებს აი ამ მობილიზებით, ხო, კონსერვატული განწყობების, რეალურად ამ კანონის აღსრულება არ დაუწყია. ჩვენ ვერ დავასახლებთ ერთ მაგალითსაც კი, როცა ამ კანონის საფუძველზე რაღაცა საქმე შეიკრა და ვიღაცა ამ რისკის წინაშე დადგა. თუმცა რა თქმა უნდა ამ კანონს აქვს ძალიან მძიმე ეფექტი LGBT თემზე, ეგრეთ წოდებული მსუსხავი ეფექტი, მაგალითად ტრანსგენდერი ადამიანები თქვი, მათ ნაწილში შეუძლებელია თქვა რომ არ აღსრულდა, იმიტომ რომ პირდაპირ კრიმინალიზება მოხდა ნებისმიერი სამედიცინო მხარდაჭერის და ამ პირობებში ხო ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, მსუსხავი ეფექტის სახეზეა, ხო დღეს queer აქტივისტები აღარც კი ფიქრობენ, თქვათ იგივე შეკრებების გამართვას, სადაც ისინი საქართველოში ყოველთვის შეკრებები იყო მიმართული იმისკენ, რომ მათ ელაპარაკათ საკუთარი ჩაგვრის გამოცდილებაზე. ჩვენთან პრაიდები, აი იმ კლასიკური გაგებით, რაც შეიძლება ზოგიერთ დასავლურ და არა მხოლოდ დასავლურ ქალაქებში გვინახავს, ესეთი პრაიდი საქართველოში არც არავის წარმოუდგენია, როდესმე ეს ყოველთვის უფრო ჰომოფობიური ჯგუფების წარმოსახვა იყო, რომ თითქოს ნებისმიერი შეკრება, რომელსაც queer თემი და მათი მხარდაჭერები მართავდნენ, ისეთი იქნებოდა, მაშინ როდესაც ეს იყო როგორც წესი ძალიან მოზომილი შეკრებები, სადაც ჩაგვრაზე, გამოცდილებაზე საუბრობდნენ იმ ყოველდღიურობაში, რომელიც ძალიან მძიმეა მათთვის, ხო? ამიტომაც ანუ პირველი რაც რისი თქმებს მინდა არის ის, რომ თავად ეს კანონი არ აღსრულებულა და დღეს რის გამო ჩვენ შეიძლება ქართული ოცნების წარმოსახვიდან ხო ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხე დაგვეყანა, არის კანონები, რომელიც არ აღსრულებულა. მეორე კანონი, რომელიც მათ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიიღეს, რუსული კანონი, ხო, აი პირველად მიღებული კანონი, ის კანონის არ აღსრულებულა, იმიტომ რომ ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი არ დარეგისტრირებულა და რაიმე ზომები ხელისუფლებას არ მიუღია. ანუ რეალურად ის კბილებით იცავს კანონებს, რომლის აღსრულება თავადაც არ დაუწყია და ამაში უკვე ეს ფარსი და ტყუილი, რომ სინამდვილეში ეს არის ნიღაბი, რომ მისი გეოპოლიტიკური შემოbrunება გაამართოს, გონია რომ ძალიან კარგად ამ ხელს ეს ამბები. ეხლა მოდით ვილაპარაკოთ ისე აი თქვენ რა სიტყვას დასვით, ხო?
პროპაგანდაზე როცა საუბრობთ. ეგ არის რეალურად თავარი პრობლემა. ხო, ანუ რა ის წინააღმდეგა საზოგადოების დიდი ნაწილი, აი როცა გამოდის წინააღმდეგ. ამბობენ ასეთ რამეს, რომ არ ვეწინააღმდეგებით, კი ბატონო, მაგრამ პროპაგანდა არ გვინდა. თუ ჩვენი საზოგადოება ამბობს, რომ ის ეწინააღმდეგება ძალადობას LGBT ადამიანების მიმართ, ის ეწინააღმდეგება დისკრიმინაციას LGBT ადამიანების მიმართ, რომ მათ უნდა ქონდეთ ისეთივე ღირსეული ცხოვრების პირობები, როგორც დანარჩენ მოქალაქეებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. თუ ბატონი ზვიადით, თქვენც, მეც და დანარჩენი საზოგადოებაც თანხდება ამაზე, რომ ჩვენ ამოდივართ იდეიდან, სადაც ადამიანი არის თავი ღირებულება და მისი თავისუფლება, უსაფრთხოება და თანასწორობა, მაშინ ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ეხლა როცა პროპაგანდაზე საუბრობენ, ზუსტად ამაში რა იგულისხმება, ჩემთვის ძალიან რთულია წარმოვიდგინო განსაკუთრებულად ქართული რეალობიდან. ხო, იმიტომ რომ ქვიარ შეკრებებიც კი, რაც კი, ხო, საჯარო სივრცეში 13 წელს თუ ნებისმიერ სხვა წლებში უნდათ LGBT აქტივისტებს, ეს იყო შეკრებები, სადაც ადამიანები საუბრობდნენ LGBT ადამიანების მკვლელობებზე, ოჯახში განცდილ ძალადობაზე, მათ სიღარიბეზე, მათ მიმართ დისკრიმინაციაზე და ასე შემდეგ. ხო, ანუ ყოველთვის ჩვენ საქართველოში ეს დღის წესრიგი არ გადასულა ეტაპზე, როდესაც LGBT ადამიანებს საკუთარი თავის ან გამოცდილების შესახებ პოზიტიურად საუბრის კონტექსტი ქონიათ. ანუ ისინი მუდმივად საუბრობენ, იმიტომ რომ მათი რეალობა სწორედ ასეთია, ჩაგვრაზე, ხო? და როგორ შეიძლება საერთოდ ქართულ კონტექსტში, სადაც უამრავი მსხვერპლი გვაქვს, ძალადობის უმძიმესი გამოცდილებები გვაქვს, იმ ჯგუფების მხრიდან, ხო, რომლებიც ადრე LGBT წინა უფლებებს ებრძოდნენ და საბოლოოდ ჩვენ, როგორც კი უკრაინის ომი დაიწყო, დავინახეთ, რომ აგერ ბატონი ვასაძე ღიად პრორუსი აღმოჩნდა, საკუთარი ბიზნესებით რუსეთთან დაკავშირებული, ალტინფო ღიად პრორუსული გამოჩნდა, დღეს კი ამაზე ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ პირდაპირ რუსეთზე საუბრობენ და ყველა ის ჯგუფი ხო არ არის შემთხვევით, რომ ყველა ის ჯგუფი და ყველა ის ლიდერი, ვინც LGBT ადამიანებს ცემდა, კლავდა, მათზე ძალადობდა, ოფისებში უვარდებოდა და ადამიანობას ართმევდა, აღმოჩნდნენ ღიად პრორუსები, მათთან ეკონომიკურად და ბიზნეს თუ დაფინანსების ჯაჭვებით დაკავშირებულები და დღეს ქართულმა ოცნებამ აი ეს ამდენი ხნის განმავლობაში ამ ჯგუფების მიერ წარმოებული ჰომოფობია გამოიყენა, მას დაეუფლა, მას აღარც ალტინფო სჭირდება და აღარც ვასაძე, ლევან ვასაძე, იმიტომ რომ მათზე ჰომოფობია. ანუ მათი ენა იმდენად კომიკური და იმდენად არასერიოზულია, რომ ბატონ ლევან ვასაძეს და ბატონ ზურა მახარაძესაც არ გაუბედია ამ ხარისხის კომიკური ჰომოფობია, ხო, რაც აი კონსერვატიულ, სერიოზულ და სიმძიმეშიც კი აღარ ეწერება, ხო? ამიტომაც ეს პროპაგანდა საქართველოში საერთოდ ისტორიულად, ხო, ვინც იკვლევს ამ საკითხებს, ხო, აჩვენებს იცით რას მერაბ, რომ საერთოდ LGBT უფლებებზე და სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი პირველად ქვიარებმა კი არ დაიწყეს, ანუ LGBT ადამიანებმა კი არ დაიწყეს, მისმა ოპონენტებმა დაიწყეს, ანუ ისინი კონკრეტული გეოპოლიტიკური თუ სხვა პოლიტიკური დაინტერესებული ჯგუფები არიან, რომლებიც საკუთარ არსებობას ამართლებენ აი ამ ფანტომებით. და მათ LGBT საკითხებზე ლაპარაკით კი, პრაიდებზე ლაპარაკით კი LGBT ადამიანებს დაასწრეს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები არ შეცდნენ. მათ გააცნობიერონ, რომ მათ ოჯახებში სრულიად სხვა პრობლემებია. ჩვენი ყოველდღიური საზრუნვა და მეორე, უნდა აუცილებლად თქვა, არავის არც ზურა მახარაძეს, არც ლევან ვასაძეს, არც ირაკლი კობახიძეს და კიდე სხვებს არ აქვთ არანაირი მორალური უფლება ოჯახური ღირებულებები რა არის ნებისმიერ ჩვენგან სასწავლონ. ჩვენ 90-იან წლები გამოვიარეთ ჩვენი ოჯახებში რომ საბაზისო შემოსავალი ყოფილიყო, გადავრჩენილიყავით, ერთმანეთზე გვეზრუნა, ხო და ჩვენ ათესავებს და მეზობლებზე გვეზრუნა, ამას აი ეს მდიდარი გაზულუქებული ბიზნესმენები ვერ გვასწავლიან. მე ოჯახის დაცვა როგორ უნდა ვერ მასწავლის ვერც ერთი არც მოძალადეების რიგებიდან და ვერც ქართული ოცნების მილიონერებიდან. ამიტომაც ჩვენ ოჯახებს არც იმის სწავლება სჭირდება ბავშვები როგორ უნდა გავზარდოთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით ეს არ აქვს ის მორალური და ინტელექტუალური თვისებები ქართულ ოცნებას და მის ბიუროკრატიას ან ლიდერებს, რომ ჩვენ გვასწავლონ ოჯახების ბავშვები როგორ გავზარდოთ და მეორე, დავფიქრდეთ სინამდვილეში რა გვაწუხებს. ანუ სინამდვილეში ჩვენი პრობლემა რა არის? ქვეყნის იზოლაცია, სიღარიბე, მიგრაცია, დემოგრაფიული ცვლილებები, შემცირებული შობადობა, ის რომ ბავშვებს ვერ ვაჩენთ, იმიტომ რომ ღარიბები ვართ და ვალებში ვართ. ნახეთ
ერთულ მოსახლეზე სესხის რაოდენობა 24 წელს მიაღწია 95,000 ლარს. 2015-ში ეს იყო 24,000 ლარი. ანუ ჩვენი პრობლემა რა არის? რაზე მელაპარაკება პაპუაშვილი და კობახიძე? რაზე მელაპარაკება იმაზე, რომ მალე იქ ევროკავშირის ქვეყნებშიც ვერ წავალთ, რომ დავსაქმდეთ და განათლება მივიღოთ? ხო, ანუ ამას გვართმევენ საკითხებით, რომელიც თლიანად ფანტასმაგიური და არასერიოზულია. ზუსტად, რამდენად არის მართლაც ეს სერიოზული საკითხი? ხა ხელისუფლება რასაც გვეუბნება, ხა კაცებს გაათხოვებენ, ეს და რაღაც ესეთ რაღაცებს გვეუბნებიან. ხო, ეს ხა პროპაგანდა თუ რეალური საფრთხე თქვენი აზრით, თუ ეს კანონი გაუქმდება? ჩემი აზრით ყველაზე დიდი ასე ვთქვათ წნეხი როცა იყო, ეს იყო 2015 წელი, როცა მე ეს დავწერე, სწორედ ჩაწერილი იყო ეს კონსტიტუციაში, მაშინ ჩვენ რო გადავხედოთ სია და აი დავგუგლოთ, ხო, როდის მოხდა დაკანონება, ყველაზე ძირითადად ქვეყნები იქნება სწორედ აი მაგ პერიოდში 13, 14, 15 აი ამ პერიოდში მოხდა და ეს რამ განაპირობა, ხო? ამერიკის სახელმწიფო მდივანი გამოვიდა 2015 წელს და თქვა, რომ აი ჩვენ ახლა ამერიკის სასამართლოს ძალით მივიღეთ ეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ჩვენი მიზანია რომ თელ მსოფლიოში ეს მოხდესო. და აი სწორედ ეს იყო პრევენცია და აი ამ მიზნით იქნა ჩემს მიერ დაწერილი ეს კანონპროექტი 2015 წელს და შემდეგ მთელი 2016 წელი აი ამას მიუძღვენით და შემდეგ 2017 წელს ჩაიწერა კიდეს კონსტიტუციაში. ეხლა ჩემი აზრით ამის საშიშროება და წნეხი ნაკლებად იყო და უბრალოდ მე ეს გონია კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ამაში ცუც ვერაფერს ხედავ და ვეთანხმები, თუმცა ამის საჭიროება რამდენად იყო, იმიტომ რომ სხვა კანონებში ეს ისედაც გაბნეული იყო, ერთი კონსტიტუციაში და ზოგი სხვადასხვა კანონებში და უფრო პოლიტიკური აქტი მგონია დასავლეთთან დისტანცირების და იმ კონსერვატიული საზოგადოების გულის მოგების, იმიტომ რომ ქვეყანაში ახლა იმდენი პრობლემებია, ახლა ვეთანხმები სრულიად აი იმ პრობლემების ჩამონათვალში, ხო? და კიდე მეც დავამატებ კიდე ზემოდან, ხო? თუ რა დღეშია ქვეყანა ნაგერი ემიგრაციაში გარბის ხალხი და წალკოტივით ქვეყანა ვართ, ამის მოვლა პატრონობა სულ რაღაც 3.7 მილიონი ანი ქვეყანა ვართ, არაფერი არ უნდა რომ ნება იყოს, ხო? და ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც ისეთ თემებზე, რომლის აქტუალობა დღეს იმდენად აღარ დგას. მე არ ვამბობ, რომ საერთოდ გამქრალია, მაგრამ აღარ დგას ისეთი სიმძაფრით, როგორიც იდგა წარსულში და ნაცვლად იმისა, რომ აი მაგალითად ბანკების მოგება, რომელმაც გააღატაკა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და კაბალაში ჩააბადა, წმინდა მოგება 3.1 მილიარდი ლარია, სუფთა მოგება და იცით რამდენი იყო 2012 წლამდე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, აი მოტანილი მონაცემები. ესე იგი ბანკებს ჰქონდათ სულ რაღაც 134 მილიონი ლარი წმინდა მოგება და ეხლა არის 3 მილიარდ 100 მილიონი 2024 წლის მონაცემებით. ასევე იცით რამდენი იყო აზარტული თამაშების ბრუნვა 2012 წელს სულ რაღაც 1 მილიარდი ლარი და ეხლა არის 76 ბოდიში 1 მილიარდი ლარი და ეხლა არის 76 მილიარდი ლარი. აი, რამხელა ციფრებია, ხო? და უარყოფითი სალდო რო წლიდან წლამდე იზრდება 10.3 მილიარდი დოლარი გვაქვს ვაჭრობაში. უარყოფითი სალდო. ხო, ეს ყველაფერი მესმის ზვიად, უბრალოდ ესე გამოვიდა რომ ხა ეს კანონი არის ერთ-ერთი რამ, რაც ჩვენ გვიშლის ევროკავშირის. ხო, და აი კიდე ერთ კიდე ერთ მაგალითს მოვიყვანო. ხო, წერია, ანუ რაც კიდე ერთ მაგალითს მოვიყვანო. ჩამონათვალში წერია. ხო, რა თქმა უნდა, კიდე ერთ არგუმენტს მოვიყვანო, რომ ეს არის ანუ ის რომ ახსენე რომ 2017 წელს ჩაიწერა და იმის შემდეგ მივიღეთ ჩვენ სწორედ ვიზების ლიბერალიზაცია, ხო? და მაგის შემდეგ საქართველოში არც ერთი პრაიდი არ ჩატარებულა. იყო ასევე 5 ივლისი, ხო, ეს გახმაურებული დღე. და მაგის შემდეგ არავის არ გამოსულა და არ უთქვია რომ თქვენ ახლა გიჩერებთ ვიზა ლიბერალიზაციას. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი ის კანონები და ის დრაკონული კანონები, რომლითაც ფაქტობრივად პროტესტს აზრი დაუკარგა, ნებისმიერი სახის პროტესტს. ეხლა შეიძლება ვიღაცას ოპოზიცია არ მომწონდეს, მეც არ მომწონს, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია არ ანახებს ხალხს და რა არის თავარი პრობლემა, ხო? ჩემი აზრით, სწორედ ეს ოპოზიცია უხანგრძლივებს ხელისუფლებაში დარჩენას ოცნებას, იმიტომ რომ არ ეუნება, რომ აი ჯანდაცვაში რომ ეს პრობლემებია, მე რომ მოვალ აი ესეთი იქნება. არ ეუნება, რომ მე სოფლის მეურნეობაში ეხლა რომ ატამი და ის იქიდან შემოგვაქვს, კიდრი და პამიდორი თურქეთიდან და იორდანიდან, მე სოფლის მეურნეობას დავაყენებ ეხლა და ესე იქნება და ნებისმიერ სფეროს ვერ დამისახელებთ რომ ფეხზე იდგეს და ამის ნაცვლად ვიღებთ ორ სიტყვას თითქმის ყველა ეთერებში ევროპული გზა და რუსული რეჟიმი და ჩვენ მოსახლეობას სხვა რამე აინტერესებს. ამით ვერ შეგვიძლია ქართულობრივ. ეს მაგრამ ეხლა მე რა მაინტერესებს, იცი? როგორ უნდა შენი აზრით მოვაგვაროთ ის რომ რაც შენ გაწუხებს, თქვა, ის პრობლემები არ იდგეს და თან არ დავდგეთ ვიზალიზაციის გაუქმების წინაშე. ანუ ამ კანონის გაუქმებას ითხოვე. დაეთანხმებოდი ამ კანონის გაუქმებას? ამ კანონის გაუქმებას არ ვეთანხმები, თუმცა როგორ ახერხებს ორბანი
ფიცო და ევროკავშირის წევრი ქვეყნები როგორ ახერხებენ ლავირებას, რომ ევროკავშირის წევრიც იყვნენ და რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, სუვერენიტეტიც და ის ღირებულებების დაიცვან. ხო, ლავირება საჭირო. აი მაგალითი ძალიან პატარა მაგალითი მოვიყვანეთ. მაგალითად მე როგორ დავწერდი ამ მეათე მუხლ შეკრებების შესახებ, ხო? ის კი არ ჩავწერდი პირდაპირ, კედელს კი არ დავეჯახებოდი, თუმცა სამართლიანია, მაგრამ დავწერდი ისე, რომ ჰეტეროსექსუალური მის წარმოჩენაც იკრძალება ნებისმიერი და მაგაზე ვერ შემომედავებოდნენ. მე ვეთქვი, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ჰეტეროსაც ეკრძალება და ჰომოსექსუალსაც. აი ეს ლავირება საჭირო, რომ ჩვენ დასავლეთი ხო გჭირდება არაღიარების პოლიტიკა იქნება თუ ნებისმიერი რამ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გჭირდება რაც შეიძლება მეტი მოკავშირე, ხო? და რო არ დავჩეთ პირისპირ რუსეთთან. და ამიტომ ნების ლავირებაა საჭირო და ამას ჩვენ დიპლომატიის ჩვენ მხოლოდ ბრძოლით არ მოვსულვართ დღემდე ეს ცირერიცხოვანიერი ჩვენ ყავდა ძალიან დიპლომატი ხელისუფალნი რომლებიც ახერხებდნენ ლავირებას და სწორედ ეს ლავირებაა საჭირო სხვადასხვა ამას წინა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გარკვეულწილად აბალანსებდა და ახერხებდა რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ ხელისუფლებას ხო, კი ბატონო, ეს ყველაფერი მესმის, უბრალოდ როცა თქვენ ეძახით რაღაცას პროპაგანდას, ხო, იქ ქუჩაში შეკრება იქნება, თუ რა იქნება, სხვა სწავლა იქნება, თუ რა იქნება. აი ეს დადებითი კუთხით წარმოჩენა. აქ მოდის ხომ თავარი წინააღმდეგობა მე. შესაბამისად, ანუ რატო ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის პროპაგანდა, რაზეც არის ხა საუბარი არის. რაც იკრძალება ამ კანონით. ანუ ჩემი ძალიან მარტივად, ჩემი ასე ვთქვათ, დამოკიდებულება რო ავხსნა, არის ის, რომ მე ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ჩაგვრას, ზემატყებას ასე შემდეგ. თუმცა ასევე ვეწინააღმდეგები საჯაროდ დემონსტრირებას ამის. ხო, ამაზე მიდის მე დებატები აქ მიდის, რომ არის ეს პროპაგანდა თუ არ არის. ეს არის რაღაცა შეკრების თავისუფლება. 2012 წელი იყო და ერთ-ერთ ეთერში, ჩემი პირველი ეს ვთქვათ, 2013 წელი იყო და მოვხდი სხვათა შორის მაშინ კავკასიის ეთერში. და მაშინ ერთ-ერთი დებატებში მეჯდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ რეკლამას თურმე მაშინ ვითხოვდით აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას და ნუ შემდეგ ჩაიწერა მოგვიანებით წლების შემდეგ და ერთი ადამიანი მიმტკიცებდა, რომ თურმე რეკლამას აზრი არ აქვს. მაშინ რატო იხდიან ფულებს? როგორ შეიძლება რეკლამას აზრი არ აქვს? ხო და თუ ამ პოზიციას ეთახმებით, მაშინ გამოდის, რომ ეთახმებით იქ რაღაცა კინოს დაცენზურებას, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება რეკლამად ჩაითვალოს. ასეთი ცხოვრების წესი. ეხლა ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს თუ იქ აღწერილი იქნება რაღაც ნაწარმოებში თუ მოხდება ეს ურთიერთობები. ეგ ხო ესე არ იქნება ეხლა კინოები იქნება თუ რაღაცა თავისთავად ეხლა თუ ასე უდგები რომ ეს არის პროპაგანდა გამოდის რომ ყველაფერი პროპაგანდაა და უნდა დაცენზურდეს. დადებითი კუთხით წარმოჩენა და ასე ვთქვათ საჭიროა დაკონკრეტება ალბათ მეტი კონკრეტიკა საჭიროა კი ბატონო და რაღაც დახვეწა მაგრამ არ ამგონია რომ ეხლა კინოს რაღაც სცენის გამო მაგის გამო ახლა მთლიანად ფილმი აიგზავნოს. ხო, მე მგონი დაკორექტია, ხო, იქ რაღაც უნდა მიეთითოს, როგორც ვიცი, წლოვანება. და ამოჭრაზე აღარ არის. ზოგადად არის ეგ წესი, ანუ ასაკობრივი რეგულაციები, ისედაც არის დადგენილი, ანუ მოდი ვიზა ლიბერალიზაციაზე ვიტყვით, რომ შეიძლება მე რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ ერთი რაღაც გააცნობიეროს, რომ ვიზა ლიბერალიზაციაზე რა მოთხოვნებსაც ევროკავშირი დღეს გვიყენებს, ის გაცილებით დაბალი დონის, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებია, ვიდრე ეს უკავშირდება იმ 9-12 რეკომენდაციას, რომელიც ჯერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მერე მოლაპარაკებების გახსნას უკავშირდება, ხო? იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენ უფრო მოგვეცა ადრე, საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის გარდა ევროკავშირის უვიზო მიმოსვლა აქვს არაერთ სხვა კონტინენტებთანაც კი, თქვა აზიის, ლათინური ამერიკის, ვენესუელა, ჰონდურასი, მექსიკა და ამიტომაც ის სტანდარტები, რაც ვიზა ლიბერალიზაციას უკავშირდება, არის ბევრად უფრო დაბალი. ის უკავშირდება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს, საიმიგრაციო პოლიტიკისა და კორუფციასთან ბრძოლის, აი ძალიან ჩარჩო მოწესრიგებებს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების მუშაობა ისეთი დისფუნქციური გახადა, კანონმდებლობა იმ ხარისხით გადააგვარა, რომ ამ დაბალი სტანდარტის რეკომენდაციებსაც კი ვეღარ ვაკმაყოფილებთ. ხო? ანუ ნახეთ, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ევროკავშირი არ ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას და ასე შემდეგ, სასამართლოს ძირეულ რეფორმირებას და ასე შემდეგ, ვიზა ლიბერალიზაციისთვის ის ითხოვს ძალიან საბაზისო 8 რეკომენდაციას, რომელსაც ნებისმიერი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში შენ ერთ თვეში ამას დაარეგულირებ. ამ კანონს
სამართლებრივი პრობლემები აქვს. ძალიან მომწონს ბატონის ზვიადის სახეცვლილი პოზიციონირება, იმიტომ რომ ის ადრე უფრო გონია რომ უფრო რაღაც რადიკალური და მკვეთრი იყო. ხო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მივახცეთ. შესაძლოა მაშინ წინასწარ-განწყობები ქონდა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ უფრო მკვეთრი იყო. ხო, ძალიან ქონდა ცოტა ხისტი. შეიძლება ეს თქვა, მაგრამ იდეა იგივე იყო. კი ბატონო, მაგრამ დღეს თქვათ ამ კანონს აქვს სამართლებრივი პრობლემა ვენეციის კომისიას, რომელიც კონსერვატიული ინსტიტუტია, აქვს დაწერილი, რომ ეს ფართო ჩანაწერები ცენზურის რისკებს ქმნის. ტრანსგენდერი ადამიანების ნებისმიერ სამედიცინო ჩარევის აკრძალვა და კრიმინალიზება არის არაპროპორციული და თანასწორობის და პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს. თქვა, რომ შეკრებს მითხარით, თუ გამოვალთ რამდენიმე აქტივისტი და ვიტყვით, რომ მაგალითად კესარიას გარდაცვალების აღსანიშნავად ვიტყვით, რომ ტრანსგენდერი თემი საქართველოში იჩაგრება. ამ კანონთან წინააღმდეგობაში მოვალ თუ არა? თქვენ იტყვით, რომ ალბათ არა. ქართულ ოცნება იტყვის, ჩემი ინფორმაცია იყო ტრანსგენდერი, ანუ მისივე როგორ ვთქვა, მისივე პარტნიორმა, ანუ იმის გამო არ მოუკრავთ, რომ ის ტრანსგენდერი. მოდით, მაიმშინარში არ შევიდეთ, მაგრამ ნებისმიერ სხვა მაგალითი ავიღოთ, თუმცა ამ საქმეში გენდერული ფაქტორი ჩანს და ეს სასამართლომაც კი დაადგინა, ხო? იმიტომ რომ ეს უკავშირდებოდა პარტნიორთან მისი ურთიერთობის ნუანსებს. ხო, მოკლედ, რითი თქვა მინდა, რომ ეს რეკომენდაციები არის უფრო დაბალი დონის. ქართული ოცნება აი ამ რეკომენდაციების შესრულებაზეც კი ამბობს უარს და ამ კანონის მიღმა აქ არის ძალიან ბევრი ჩანაწერი. მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმირება. ხო ის რომ კორუფციასთან დაკავშირებული სისხლისამართლის საქმეების ნამდვილი გამოძიება მოხდეს. რატო არ იძიებს? კორუფციულ დანაშაულს საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თავმჯდომობის პირები იდენენ. ანუ მათ პრობლემა აქვს საკუთარი თავის წინააღმდეგ საქმეები რო გამოიძიონ, ხო? მაგალითად აქ არის საუბარი თავშესაფრის სტანდარტების დახვეწაზე, იმაზე რომ მიგრაცია შემცირდეს ქვეყნიდან და ამისთვის გარანტიები შეიქმნას. მაგრამ ხალხი გარბის საქართველოსდან, ხო 2024 წელს 36000 გადააჭარბა თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობამ საქართველოს მოქალაქეებს შორის, ხო? ანუ ხო ხვდებით რაზეა საუბარი, რომ ეს კანონი არის ნიღაბი იმისთვის, რომ ხო ჩვენი შიშები, ჩვენი კონსერვატიული განწყობები აქ მივედით თავარ პრობლემის გადასახედად და როგორც ჩანს მე და ზვიადი ამაზე თანხდები. 20 წამი მინდა, ესე იგი ეს ძალიან მაგარი ლექსია ერთი. ვაჟა-ფშაველასაც კი რაღაც აწუხებდა ალბათ ეს საკითხები და აი რა ლექსი დაწერა. ეს რა დროებას მოვესწარ, გამოიცვალა ქვეყანა, მამალი წივის სხვაგარად, კაცსა ზულს მისვლა კაცთანა, კაცმა ქალობა დაიწყო, კოხტაობს სიტყვა ნაზია, ფერსა და უმარილ სისხლს მაშარ მომივა ბრაზია. ეს ვაჟა-ფშაველას გავიგე, მაგრამ მე-19 საუკუნეა, მე-20 საუკუნის დასაწყისი. ხო, ეხლა ვართ 21 საუკუნეში და გვართ სერიოზული პრობლემები. ხო, მაგრამ ის ვაჟა იყო, ვაჟა. ზვიად, რა პრობლემის წინაშე შევართ, რომ შენ ამბობ, რომ ეს კანონი არ უნდა გაუქმდეს, ხო? და ევროკავშირი გვეუბნება, რომ ეს კანონი არ ღვევს და ვენეციის კომისია ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, ევროკავშირი გვეუბნება, რომ არ ვეწინააღმდეგები, რომ კონსტიტუციაში გიწერია, რომ ქორწინება უნდა იყოს. მარტო ქალს და კაცს შორის და ასე შემდეგ და ერთსქესიანი ქორწინება აკრძალული გაქვს. ამას არ ვეწინააღმდეგები, არაფერს არ ვეებს, სხვას რაღაცებს არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ აი ამ კანონში ბევრი რაღაც ისე ჩაიწერა, რასაც ვეწინააღმდეგები. ახლა შენ ამბობ, რომ არ უნდა გაუქმდეს, ევროკომისია ამბობს და გაუქმდეს. მეც ვამბობ, რომ უნდა გაუქმდეს, თამთაც ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს. აქ მოვდივართ იმის წინაშე, რომ გადაწყვეტა სად არის. ხელისუფლებამ მიიღოს გააუქმოს ის კანონები, ის დრაკონული კანონები, რომელიც მიიღო და ყველანაირ პროტესტს აზრი დაუკარგა. მიიღოს გააუქმოს ის კანონები და მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ სწორედ ამ კანონს აღარ მიაქცევს. რა თქმა უნდა, თავარი არის ის და რა ის და ორი მთავარი არგუმენტი მოგიყვანეთ. აღარ გავიმეორებ ახლა მაყურებელმა ვინც მოგვისმინა, გაიგო, რომ თავარი რაც იყო ვიზა ლიბერალიზაციაზე, სწორედ აი ამ საკითხების გამო ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციაზე შეჩერება არ მოუთხოვიათ. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება სწორედ მოითხოვეს მას შემდეგ, რაც იქნა მიღებული და მოხდა კურსის ცვალებადობა. ნამდვილად. ანუ ევროკავშირმა ამ საკითხზე იმჯერა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, რადიკალური უკუსვლის კონტექსტში, როცა ყველა პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში, როცა 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს, როცა დეგრადაცია მოხდა მთელი ჩვენი სამართლის სისტემის და ჩვენ ახლა გავაანალიზეთ აი ამ ორი სემესტრის მუშაობა, ხო, სესიის მუშაობა პარლამენტში და არაფერი მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. ანუ ყველა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დაჩქარებულა სწრაფად მიიღებოდა, იყო შეზღუდვების, კონტროლის, აკრძალვების, კრიმინალიზების, სანქციების გაზრდის, სასჯელების გაზრდის სასარგებლოდ. ამიტომაც ამ კონტექსტში მან იმსჯელა ევროკავშირმა ტექნიკურად მიუთითა ვიზა ლიბერალიზაციის მე-7 ანგარიშზე, რომელიც წინა წელს იყო გამოცემული, ხო, შემდეგი ანგარიში ახლა ოქტომბერში იქნება. კი, ამიტომაც მაგალითად აქ ფარა არ მოხდა, გრანტების შესახებ კანონი არ მოხდა, შეკრებების სტანდარტების გავარესება არ მოხდა და იუთითებს იმ
კანონზე, რომელიც დეკემბრისთვის ვიცოდით, რომ იყო პრობლემა, ხო? თორე და ამიტომაც ამით შემოიფარგლება. მოასწორებს ამ კანონს აღარ მიაღწევს ყურადღებას. თუ კლიმატის შეიძლება თუ საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება შეცვლის რიტორიკას, ხო, დათმობს დემოკრატიის სასარგებლოდ მის პოზიციებს, გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ხო? ქვეყანას აი ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანს. ყოველდღიური შფოთი, რომელიც ყველას გვაქვს, ეს ხო მარტო ჩვენ არ გვაქვს, ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც აქვთ, ხო? იმ მოქალაქეებსაც აქვთ, ვინც ჩვეთმა ის გავიდა, იმიტომ რომ მათი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები ყოველდღიურ ტანჯვაში არიან, ზოგი ციხეში, ზოგი ჯარიმებში, ზოგი უმომავლო დარჩენილი, ზოგი მიგრაციაზე ფიქრობს. ანუ ეს კრიზისი რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, ხო, ჩვენს ყოველდღიურობაშია შემოჭრილი. ქართული ოცნების ამომრჩეველსაც ხო ეხება. დავიღალეთ, ხო? და თუ ქართული ოცნება გადადგას ნორმალიზებისკენ, რამდენიმე ნაბიჯსაც მაინც, რა თქმა უნდა, ევროკავშირი შემხვედრ ნაბიჯებს გადადგავს, მაგრამ ერთი სიგნალიც კი არ აჩვენეს, აი ტექნიკური რეკომენდაციებიც კი არ შეასრულეს მერაბ, რასაც არანაირი პოლიტიკური და იდეოლოგიური საფუძველი არ ქონდა. ანუ მათ ისინი არ აჩვენებენ მზადყოფნას, რომ რამეს გააკეთებენ აი ამ დანაკარგის შესაკავებლად და ეს არის კატასტროფა. მადლობა დიდი თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი და ზვია ტომორაძე, ერდე სახელმწიფო ორგანიზაციის დამფუძნებელი. იყავით ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე გემშვიდობთ ხვალამდე ხვალ 7:30 გადაცემაში რეზიუმე შევხვდებით ერთმანეთს.